მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ მნიშვნელოვან საკითხზე. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იქნება. არის გაურკვევლობები ადამიანებში და ირჩევენ პიროვნებებს. ანუ ზუსტად მინდა რომ და სწორად მინდა რომ გამიგოთ. ადამიანი ირჩევს გზას, რომელიც არ იცის და ენდობა მას, ვიშიც დარწმუნებული არ არის, რომ ის სწორ გზაზე წაიყვანს. აი ზოგადად იესო რატო ამბობს მოძღვარს ნუირქვამთ თავთ და თქვენთან. ერთი მარტივი მიზეზის გამო არ შეუძლია ბრმამ უწინამძღოს ბრმას ორივე ჩავარდება ოფსკროლში, ანუ ორმოში. არ შეუძლია უცოდინარს, ვისაც არ აქვს ცოდნა, ანუ znamenie-ს ნიშნავს გნოზის შემეცნება, არა ისეთი როგორიც ერეტიკული და მწვალებლური, არამედ ის შეცნობა, რასაც წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს. ეს არის შეცნობა ღმერთის, ანუ შეცნობა ღვთის სიტყვის, რა ინფორმაცია მოვიდა შენამდე. აი ამას როცა ადამიანი გაიაზრებს და მიხვდება რომ ის არის სიტყვასთან ერთი, ისეთივე ერთი როგორი ერთიანობაც არის, ხო? ამ სიტყვასთან და ლოგოს სიტყვასთან. მერე უკვე თვითონ იწყებს ის ლოგოზი მაშინ მოქმედებას, ანუ ადამიანი იწყებს უკვე არა განხტობის საფეხურებს, არამედ თვითონ ხდება ღმერთი. ღმერთში, როგორც დაწერილია, ხო? ღმერთი დადგა საღვთო კრებულში ღმერთებს შორის ქნა სამართალი. ანუ ღმერთი არ არის გამოყოფილი, განყოფილი და განუყოფლად განყოფილი რო ეძახიან ხოლმე. ღმერთი არ არის მიღმიერში, ანუ ღმერთი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შენ ვერ ხედავდეს და არ იყოს შენში, ანუ თავარი ფუნდამენტი რაც არის აი ეს ძველი სამოციქულოს სწავლება იყო ის, რომ ქრისტე იმისათვის მოვიდა, შენ გავხდარიყავი ცხებული, ანუ შენთვის მოიტანა ის ცხებულება, რაც მას ჰქონდა. იმიტომ მოვიდა სხეულში, რომ აი ეს სხეული განეღრთო. განეღრთო რას ნიშნავს უყურე? ანუ გაეცნო მამის წიაღი შენთვის, რომ ის არის მამიდან მოვლენილი. ამიტომ ამას კიდევაც 4 თავში თუ დაკვირვები ხართ, იქ იესო იძახის ეს რაღაცებს, რომ ლოცვის განსაკუთრებით გეციმანის ბაღში. მამა ისინიც მინდა იქ იყვნენ, სადაც მე ვარ, მე ვიქნები, ანუ მეც სადაც ვიქნები, ისინიც იქ სურს რომ ვიყოლიო. და მათ იცნეს შენგან რომ გამოვედიო და მიწამეს მე რომ შენგან გამოვედიო. ესე იგი როგორ იწამეს? ესე იგი თუ არ იცნობ მამას, შენ ვერ გაიცნობ ძნელს და თუ უარყოფ ძეს, რა თქმა უნდა უარყოფელი გამოყვარ მამის. ეს არ არის რაღაცა თეოლოგიური სწავლება, ეს არის ძალიან მარტივი. ანუ მოციქულებმა გაიგეს რომ ის არ იყო მატყუარა. ის მოვიდა იმისთვის, რომ აეხსნა მათთვის გასაგებად რა არის იყო ღმერთის ძე. როგორც ამბობს ხო? ნეტარება, 9 ნეტარებაში არის ხო ესეთი, უნდა ამოკრებოთ ხოლმე რაღაც სიტყვები და იქიდან მიმსჯეროთ. ანუ 9 ნეტარებაში არის ეს რაღაცა. ნეტარ არიან მშვიდობის ყოფილი, რამე თუ ისინი ღმერთის ძეებად იწოდნენ. ესე იგი ანუ იესო ქრისტე მოგცა საშუალება, რომ სხეულში მყოფები გავხდეთ ღმერთის შვილები. ეხა იტყვიან, ყველანი ღმერთის შვილები არ არიან? ყველა ღმერთის შვილი აბა რა არის, მაგრამ პავლე მოციქულემ რომ ყველანი ღმერთის შვილები არ არიან. როგორც ჩანს, ყველა არ არის ღმერთის შვილი. ღმერთის შვილი არის მხოლოდ ის, ვინც იცავს ღვთის სიტყვას, ანუ ღვთის ნამბობს, ვინც იცავს, ვინც იაზრებს, ანუ ვინც წვდება ღმერთის ნათქვამს. იმიტომ რომ ედოთ თორა ცოცხლად ებრაელებს, მაგრამ აგერ ნაბუქოდონოსორის ხელით ღმერთმა ისინი მიწასთან გაასწორა. ასე რომ შენმა თორამ და შენმა იერუსალიმის ტაძარმა ვერ უშველა იმ ადამიანებს, ვინც სამღვდელო პატივში იყვნენ. ეხლა მინდა თქვენ ყურადღება გამახვილოთ ერთ საკითხზე. ზოგადად, როცა ადამიანი ამბობს სიმართლეს და გამოდის ღიად, მას დევნის სამყარო ესესი არის, იმიტომ რომ ქრისტეც როცა გამოვიდა ასპარეზზე და დაიწყო ქადაგება, პირველი რაც მას წაუყენეს ბრალდებად, უთხრეს საზოგადოებამ, რომ ეს არის ეშმაკიური და ცფის, ნუ უსმენთ მას. ანუ პირველი დატაკება იესო ქრისტეს ასპარეზზე 60-ზე ასპარეზზე გამოსვლას იყო ის, რომ არ მოუწონეს რადიკალობა, არ მოუწონეს სასულიერო პირებთან დაპირისპირება, არ მოუწონეს მეამბოხეობა.
და შეარქვეს ეშმაკეული და იესო ქრისტე ამის გამო გარიყა საზოგადოებამ. თუმცა ქრისტეს ცხოვრებას დაუკვირდეთ, ქრისტე არ იყო ლევიტელი, ქრისტე არ იყო ტაძრის მღვდელი და როდესაც ამ ერეტიკოსებს, ანუ ეს დემონის მსახურებს მოყავთ ხოლმე, აგეო ქრისტე ხო გააგზავნაო, კეთროვანიო, კეთროვნებიო მღვდელთანო შეწირე გაწმენდისა შენისათვისო და ამიტომ მღვდლობა არ უარყო. ეს არის მეგობრებო სრული გონებრივი ფატალიზმი, რაღაცა სისულელე. ქრისტეს არანაირი უფლება არ ქონდა, რომ მამის ნების წინააღმდეგ წასულიყო, იმიტომ რომ არ აღსრულებულიყო ახალი აღთქმა, ახალი შეთანხმება იესოს სისხლით არ იყო დადებული. თუ ბიბლიის მიხედვით ვიმსჯელებთ, ასე არის. ანუ ახალი შეთანხმების მერე იესოს ჰქონდა უფლება იმ ყველაფერზე და რომ გაეუქმებინა ის ლევიტელური წესის მღვდლობა, რომელზეც ახლა ჩვენი ასე თქვათ ნანატრი ვითომ გულწრფელი სასულიერო პირებით განან, შავი კაბითა და ჯვარცმის ფორმებით, დაკიდებული გულზე. ეს არის მეგობრებო სირცხვილი. პირდაპირ გეტყვით რომ შავი კაბის ჩაცმა და ჯვარცმის დაკიდება იმ შავ კაბაზე არის სირცხვილი. ეს იესო ქრისტეს შეფურთხება ასახეში. ანალოგიურად იესო ქრისტეს ჯვარცმის სიხარულია, წახალისება, შენ გიხარია რომ იესო ქრისტე მოკლეს. აი კათარები არ ცდებოდნენ, როდესაც აკრძალეს ჯვარცმის ფორმები. იმიტომ რომ არ შეიძლება დაკნინებული, ანუ ის რაზეც ეშმაკმა იესოზე გაიმარჯვა და მოკლა ის ძვირფასი სხეული, შენის გაიხადო დასაცინად. და დაიკიდო და ხალხს დაანახო, აი ხალხო ნახეთ, ეს თქვენი სახეა, უყურეთ, თქვენ ვინ მოკალით და ამით იამაყო. როგორ შეიძლება ქრისტეს მიმდევარმა ქრისტეს ჯვარცმით იამაყო? ესეთი რაღაც არ არის. როგორ შეიძლება ქრისტიანმა იამაყო იმ იარაღით, რა იარაღითაც შენი მეუფე მოკლეს, შენი მეფე და დაიხსენეთ რა ეწერა ჯვარზე. ინრი ეწერა, ხო რას ნიშნავს ინრი? ეს კაცშვილმა არ იცის არავინ, თუმცა იქ სამენაზე იყო განშიფრული იესო ნაზარეველი მეფე იუდეველთა. იესო ნაზარენუმ რექსუმ რექს იუდაიორუმ, ეს რომაულად ეწერა. ინრი არის რომაულად. იესო ნაზარეველი მეუფე, ანუ მეფე ღურიათა. რექს არის მეფე. და ზუსტად აი ეს დასწამեցილი და მოაკვლევინეს სადუკეველებმა, რომლებიც არის წაკეზებთ თორე თვითონ ებრაელებს და იუდეველებს არ მოუკლავთ. და ის ხალხი, ვინც ააბუნტა და ყურებდნენ ჯვარსაცვიო, ეს ხალხი იყო სადუკევლების მიერ დაქირავებული, თორე ნამდვილ გულწრფელ ადამიანს, ვინც იყო იქ, თუნდაც გამალიელი, ხო, ფარისეველთა წრის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მღვდელმთავარი და ზაქარიაც, ხო, ანუ ასეთ ადამიანებს შეუძლებელი არის არატირებოდათ, რომ უდანაშაულებდათ, თვითონ ჯულიც უკცალავდათ, რომ განაჩვენეს ჯულის ჯის დამნაშავეს თუ მისგან არ მოისმინაო აღიარება. ანუ ჯერ ბრალდებულმა თავი უნდა იმართლოს, ჯული ამის უფლებას აძლევდა და თუ ბრალს დაძლებდნენ, ამ შემთხვევაში უფლება ჰქონდათ იუდეველებს, რომ თავიანთი წესების მიხედვით გამოეტანათ მსჯავრი. მაგრამ იესო ქრისტეს ბრალი ვერ უპოვეს და მოკლეს სრულიად უსამართლოდ, რომ პილატემ ეს აღნიშნა კიდევაც. პილატემ ეს აღნიშნა კიდევაც. მართალი კაცი როგორ მოკლავ, ხო? მაგრამ მოაკლევინეს. მოაკლევინეს რომაელებმა თვითონ არ მოუკლავთ მეგობრებო. ანუ ამას თომას სახარებაშიც ვიგებ და თომას სახარებასაც თავი დავანებოთ. რატო ვიძახი თომას სახარებას უყურე? ანუ ეს სახარება დამალეს მე-4 საუკუნეში, როდესაც კონსტანტინე დიდმა საყოველთაოდ გამოაცხადა ერთი წამსი და ვინც ამ წამსის წინააღმდეგ წავიდოდა, ყველას ანკლავდნენ, ან ცეცხლში წვავდნენ, ან რავი რაღაც ჯანდაბას უკეთებდნენ. ამდენი საუკუნე 1600 წელი ეს ხალხი ამას ემსახურებოდა. ძალადობით, დაშინებით, აი ეს ვის საქმეებია, მკვლელობა, ეს არის ეშმაკის საქმეები. და ესენი ვის მსახურებიან, გულწრფელი მღვდელი მე არ გამიგია ხალხო. გამოფხიზლით რა გჭირთ ვერ გავიგე რა. აი მღვდელი და გულწრფელი მე არ გამიგია. ეს არის პოლიტიკა, ეს არის ერთმანეთში, ანუ არეული ერთმანეთში. აი რა უნდა მღვდელს პარლამენტში. ჯერ მაგიდან დავიწყოთ. მერე თუ ასეთი დარწმუნებულია საკუთარი ღვთის ყოვლის შემძლეობაში და რომ მღვდელი ღმერთად აყავთ, ტრუსიკები რატო აიფარეს პირებზე რა? ანის ბარძიმა და კოზემა რატო ვერ გადაარჩინა ის მღვდელი? ჩემი მეგობრის სასულიერო პირო დაიღუპა. აი კორონას დროს, რატო არ უშველა იმან? ეტყობა ცოდები ქონდა ამ შოლობა, ბარძიმით აზიარა დავირუსებული ადამიანი და თვითონაც ეზიარა და იმ კოვზით ბარძიმით დაიღუპა. ზუსტადაც აი მაგ სისულელის გამო რაც საპატრიარქომ განაცხადა, რომ აი ესე ჩვენ 1000 გრადუსზე ცხელდება და რაღაცა სისულელები და აი ეს როგორი რაღაცა ანუ ხალხს რა სჯერა? ხალხს სჯერა არ ვიცი რის სჯერა.
აი გონიათ რომ ჯერათ, მაგრამ აი ისიც ვერ გაუგიათ რისი ჯერათ და რომც გაიგონ ეგეც არ უნდათ. და რო თუ გაიგეს რაღაცა გამონათ თავიდან რაღაცა, ხო? ეგრევე ეს ხიბლია, ეს რაღაცა ის არის აზრები გვაწუხებს, ეს ამას არ მოусმინოთ. აი დააკურდით რა პროცესს სასულიერო პირებს სასულიერო პირების პროცესს დააკურდით რა. ადამიანი რაღაცა კითხვას დასვას ან სული წმინდა მიასვის, ანგელოზი მიასვის აზრს, რომ წმინდა წერილიდან ხო უცბად გაუხსენებს, რომ ასე წერია და რატო როგორ რანაირად რაღაც კითხვას დასვას და ეს ხდელი მიდის, რომ არა იმ აზრებს არ მოусმინოთ, ოღონდაც ჩაკლას. აი ამიტომ არის რომ გეშინოთ მათ ვინც სულს კლავს და არა ფიზიკურად კლავს. ფიზიკურად სიკვდილის არ გეშინოდით, იმიტომ რომ ქრისტესთვის სიკვდილი ჩვენთვის გადასვლაა სასופველოში. ეგ არ არის გამოსავალი, რომ ადამიანი ქრისტეს გამო და ქრისტეს სიყვარულის გამო მოკლა. პირიქით. ყველაზე დიდი მკვლელი ის არის, ვინც ქრისტეს სიყვარულს, ქრისტეს ცნობიერებას აშურებს. ვინ მოკლეს უსამართლოდ მოკლეს იესო ქრისტე. ანუ პილატეს წერილი არსებობს, ეს ცოლის წერილი, რომ სიკვდილი მართლის, ანუ უდანაშაულო იყო, ბრალი ვერ უპოვეს და რომაელებმა მოკლეს სადუკევლების წაკეზები, თორე თვითონ იუდეველებს და ფარისევლების რამოდენიმე, ანუ ფარისევლებსაც კი არ ქონდათ მისი მოკლის სურვილი რა, დაჯე იესოს ეხმარებოდნენ, რომ გასროდა იმ ქალაქს. და დიდი წვლილი მიუძღვით მაგალითად გამალიელს, ხო? იესოს შეხვდა და დაელაპარაკა. ანუ იესოს გამალიელთან საუბარი, ან ნიკოდიმოსთან საუბარი. აი ეს რაღაცები, ხო, ანუ დარწმუნებული რომ გამალიელსაც დაელაპარაკებოდა და იესოს ეხა ყველა იცნობდა. ანუ იესო როდესაც ნიკოდიმოს ელაპარაკება იოანეს სახარებაში, იქ არ არის საუბარი ჩემი ჯვარცმით შენ გამოსყიდვა და რაღაცა სისულელეები, რომ აი მერე მოხდება და რაღაც. არა, ის ეუბნება რომ შენ ახლავე უნდა იშვა ზეციდან. აი ზუსტად ეგ არის თომას სახარება, მეხუთე სახარებად არის აღიარებული, პავლე ამას ციტირებს, რომ ვითარცა წერილი არსო, ესეც ამოიღეს, გააკრეს. კი ეშმაკმა გაიმარჯვა ჯვარზე, რომ იესო გააკრეს. გაიმარჯვა. ანუ იესო ქრისტეს ფიზიკური სიკვდილი ეს არ იყო იესო ქრისტეს ზეიმი. ეს იყო სატანის ზეიმი, ანუ დღემდე ზეიმობს. მე ეს არ ვიგონებ სასულიერო პირმა მითხრა სემინარიაში, ანუ ეს ჯვარცმის ფორმა ვარისო სატანის ზეიმიო ქრისტეზეო. გაიმარჯვა, იმიტომ რომ ამ ქვეყნიური მეფობა წაართვა. ხო ეუბნება კიდევაც დაეციო და თაყვანი მეციო. სწორად გამიგეთ. დაეციო და თაყვანი მეციო, ვის ეუბნება ღმერთს? ანუ იცი ხოლმე რა რაღაცა illuziებში წასვლა, რომ აი ქრისტეს გარდა ჩვენ სხვა ღმერთი არ ავიცით. როგორ არიცით თვითონ ქრისტე გეუბნება, რომ მას ყავს ღმერთი. და შე როგორ არიცი ეს ღმერთი როგორ არის? ან როგორ ადრე იახვეს იესო ქრისტეს, როდესაც იესო ამბობს, რომ იახვესგანა ვარ ცხებული, მისი სულით ვარ ცხებული და 30 წლის ასაკში დაიწყო იესო ქრისტემ ამ ცხებულებით საუბარი. მანამდე არსად არ წერია, რომ იესო ქრისტე დადიოდა სასწაულებს ახდენა, დადიოდა და ქადაგებდა. აი ხო არ წერია 30 წლისას მოინათლა. აი ეს ბავშვების ნათლობაც არის დიდი მკრხელობა და მწვალებლობა. პირდაპირ წერია, რომ ჯულის კანონში არ იყო ეს მითითებული. შვილთა ნათლობა ეს ერესია. მაგრამ დაკანონდა ისევე როგორც ხატთაყვანისცემა კონსტანტინე კოპრონებმა ხო აკრძალა მონასტრებში ხატები გამოყარა და აკრძალა. რატო აკრძალა? იმიტომ რომ ესეც ღვთისგმობაა. არასწორად განდიდება ღმერთის, იმიტომ რომ არ შეიძლება თუ ამბობ რომ ჩვენ ხატით ვკითხულობთ დაწერილ ინფორმაციას. მაშინ რატო ეთაყვანები? ესეც არასწორია. ან ზოგადად გამოსახულების გაკეთება არის სულიერი გარყვნილობის ტოლფასი. ამიტომ იყო აკრძალული, მაგრამ რატო დააბრუნდეს? იმიტომ რომ გაიმარჯვა ეშმაკმა, გაიმარჯვა ეკლესიაში. გაიგეთხახო თავისი დოქტრინებით. დღესაც გამარჯვებული არის. შენ თქვი თითქოს ეშმაკმა იესოს ძლია ჯვარზე, მაგრამ წერილში ნათქვამია რომ სწორედ ჯვრით დაამარცხა იესომ, ჯვრით არა, ჯვრით კი არ დაამარცხა, ჯვარი არაფერ შუაში არ არის. ჯვრით თუ დაამარცხა შენ იმაში რა ქვია, ტყუიავის სახში რატო დარბიან ეშმაკები და რატო ისახება კედლებზე ჯვრები და მირონი რატო ზით ხატებს თუ იქ ეშმაკი და სიწმინდებია და ეშმაკი ვერ ეკარება. რა სისულელეებს ამ ჯვარი ეგ წერია სტავროსი, მაგის მნიშვნელობაც არიჭით. აიღეთ სტავროსიო და გამომყევითო. პირდაპირ ამბობს, აქ თომას ახარებაში ამბობს. ანუ არ ნიშნავს ეს ხის ფორმას, იმიტომ რომ პავლე ამბობს, მე ქრისტესთვის ჯვარცმული ვარ. როდის იყო ქრისტესთვის ჯვარცმული პავლე? არასოდეს, იმიტომ რომ მას თავი მოკვეთეს და ვერანაირად ვერ მოკრავდნენ ჯვარზე. ანუ წინააღმდეგობის სული ვისგან არის? ეშმაკისგან, ხო? ჯვარი არის წამების ფორმა. ნახე როგორ წერია ძელისამის წამებისაით, ძელისამის ჯვარისაითა და ძელისამის ჯვარისაითა ითარგმნება როგორც წამების ძელი. ხვდებით? მნიშვნელობა რა ფორმას. ასეთი იქნებოდა თუ თავდაყირა დაკიდავდნენ თუ ანდრია პირველწოდებულივით X-ის ფორმაზე გააკრავდნენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა. ანუ ჯვარს როგორი ფორმაც არ უნდა, არავით არ ეკავშირა ქრისტიანობასთან. და ეს გაიგეთ, რომ ბიბლიაში რო წერია ჯვარი, სიტყვა ჯვარი,
იგივე ჯვარი მოხსენებული არის როგორც ძელად. ანუ სტავროსის სვეტიდან იღებს, ანუ სვეტი. აი ეს არის სტავროს, ფუძე იღებს სვეტიდან და არა ჯვრიდან. თუმცა არა მაქვს მეგართულება. კი ბატონო, გქონდეთ ეგ ფორმები, მაგრამ მე ვიძახი რომ არანაირი კავშირი არ აქვს ამას იესო ქრისტეს სიტყვასთან და სწავლებასთან. იმიტომ რომ ჯვარცმამდე მოციქულებს ეონება საიდუმლოსეობისას თქვენ უკვე გაიწმინდეთ სიტყვით, რომელიც გეხარათ. გაიხსენეთ რას ეონება იოანეს სახარებაში. თქვენ უკვე წმინდა ხართ იმ სიტყვის მეშვეობით, რაც გითხარით თქვენ. სწორედ ჯვრით დაამარცხა იესომ ეშმაკი და მისი ძალები. არა, ჯვრით არ დაამარცხა. კოლოსელების 2:15-ში პავლე მოციქული არ გულისხმობს რაღაცა თილისმას. პავლე მოციქული თილისმებით არ დარბოდა და მეორე საუკუნემდე, დაჟე მესამე საუკუნე, ხოლო მეორე საუკუნეში შემოვიდა უკვე რომის სიმბოლო ესეთი და მესამე საუკუნეში უკვე ჯვარი კონსტანტინე მიიღო. ანუ არ იყო ეგეთი ცნობიერება, რომ ქრისტიანებს ჰქონდათ ჩვენ ჯვრები. ამაზე ბევრი აპოლოგეტები საუბრობენ, მაგალითად ერთ-ერთი მარკუს მინუციუს ფენიქსი თავის ნაშრომში ოქტავიუსი წერს, რომ ჩვენ არ გვინდა თაყვანივცეთ თქვენს პატარა ხის ღმერთებს. თქვენ თუ გინდათ ეცით თაყვანი. ჩვენ არ გსურს და ნუ გვაიძულებთ. ანუ რომში ცნობილი აპოლოგეტი იყო, იცნობდა მოციქულებსაც და იცნობდა მოციქულთა მემკვიდრეებს. ანუ მოციქულები არ ყოფილიან მარტო 12. 70-დანიც, ხოლო ლუკას 1 თავში პირდაპირ წერია. თუ მაგათ ენდობით საერთოდ მაგ სახარებებს ეგეც აკითხავია. თვითონ ქრისტემ თქვა, რომ სიცოცხლის ნებით დებს და მას ვერავინ ართმევს. ეს არის ტყუილი. იესო ქრისტე ამბობს მან ბოლომდე წაიკითხეთ ეგ მუხლი. ეს მცნება მიმიღე მამაჩემისგან. ანუ იესო ქრისტე არ ამბობს, რომ საკუთარ თავს თვითონ აღადგენს. საკუთარ თავს თვითონ აღადგენს, იესოს ღმერთს აღარ შესთხოვდა წამების წინ, რომ ეხსნა სიკვდილისაგან. ანუ ერთადერთი ვისაც შეუძლია ჯოჯოხეთში ჩასვლა და ჯოჯოხეთიდან ამოყვანა სულების, ეს არის იახი ღმერთი. ანუ იესო ქრისტე აღასრულა ის, რაც მასზე ეწერა ესაიას 53 თავის 11 მუხლში, რომ იახის ნება მისი ხელით წარიმართება. ჩემი მართალი მსახური მრავალთა ცოდებს იტვირთავს. რომელ ცოდები იტვირთა? ის ცოდები, რომელებიც იყო პირველი აღთქმის დროს, სანამ მეორე აღთქმა დაიდებოდა იესო ქრისტეს ძვირფას სისხლი. ანუ ყოველივე აღთქმა იკურთხება სისხლით, როგორც მოსემ აკურთხა და სხვა ყველას კედლებზე და იმ ასევე იესო ქრისტემაც დადო ახალ აღთქმას, მაგრამ ახალი აღთქმის სისხლით წარხოცვა ცოდვის რას ნიშნავს? ანუ ის ცოდები, რომელიც პირველი აღთქმის პერიოდში იყო ტაძრის სახურებაში, ხო იცით, აი მიქონდათ ცხარი, ვერძები, მოზრები და მამლები და იქ არის ლევიტთა წიგნში ეს ყველაფერი იესო ქრისტემ გააუქმა. ასე რომ დღევანდელი სასულიერო პირები და დღევანდელი მართლმადიდებლობა, ეს კათოლიკური მართლმადიდებლობა არის დიდი ერესი და დიდი ღვთისგმობა. ჯერ ერთი იმიტომ რომ გაუქმებული არის ტაძრის სახურებულობა და არავითარი ტაძარი აღარ არსებობს იმისათვის რომ შენ იქ ილოცო. იმიტომ ამბობს იესო ქრისტე. რა ვქნა როცა ვილოცოთ, როცა ლოცულობთო, ნუ დაემსგავსებით მათ, ვინც ხალხის დასანახავად ლოცულობს. არამედ შედით დაფარულში და ილოცეთ მამა თქვენი წინაშე დაფარულად. ხვდებით ხო რასაც ვამბობ? ესე იგი, იესო ქრისტე გვასწავლის მამაუჩვენოს ლოცვას. მე რო თქვენი ღმერთი ვიყო, რა ლოცვა უნდა გასწავლოთ? იერუსალიმის ტაძარი იყო ერთადერთი ტაძარი, სადაც იყო ძველი აღთქმის აარონიანი მღვდლობა. ებრაელთა წერილის, მთლიანად ებრაელთა წერილის საუბარია, რომ გაუქმდა ტაძრის მსახური მღვდლობა, ანუ საცეცხლის მსახური მღვდლობა, ის რაც აარონის წესით იყო დადგენილი. იესო ქრისტე არ იყო ლევიტელი, რომ მას საცეცხლურით ემსახურა ტაძარში. არასოდეს არც ერთი მიცი მოციქული არ დადიოდა ტაძარში საცეცხლურებით ხელში. როდესაც იოანე და პეტრი ავიდნენ საღამოს 6 საათზე იერუსალიმის ტაძარში სალოცავად, გამოყარეს იქიდან იესო ქრისტეს სახელით ქადაგება აუგრძელეს. ეს იმას ნიშნავს, რომ იუდაიზმს არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმ დროინდელ სამოციქულო ქრისტიანობასთან. ასე რომ არც ერთი მოციქული არ მიდიოდა იქ იერუსალიმის ტაძარში და არ ლოცულობდა და არ ყოფილა მღვდელი. მით უმეტეს თუ იქიდან გამოყარეს. ამის ნათელი მაგალითია სტეფანე მოწამეს პირველ დიაკონს რო ეძახიან, მაგალითი რომ სტეფანე ჩაქულეს რის გამო? ზუსტად იმის გამო, რომ მან დაამოწმა, რომ სისხლიანი მსხვერპლი, მღვდლობის აუცილებლობა, შუამავლობა გაუქმდა ღმერთთან მიმართებაში. იესო ქრისტეს სისხლის, გამოხსნილი სისხლის ერთგზის შეწირვით.
ასე რომ თუ ვიღაცა ისე მაინც ჯიუტობს და იძახის რომ ის ქრისტე იყო და შეეძლო საკუთარი თავი აღედგინა, მაშინ აღარ იტყოდა იმას, რომ მამამ აღადგინა მკვეთრით. პავლე მოციქული ამაზე ძალიან კაცრად იძახის და ამბობს ასეთი რაღაცას. თუ შენ ბაგიებით აღიარებ, რომ იესო ქრისტე არის უფალი და მამამ აღადგინა მკვეთრით, გადარჩევ. ხვდებით ხო რაზეც არის საუბარი. ესე იგი, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი უფალი, ანუ ჩვენი ბატონი, ჩვენი მწყემსთავარი და ჩვენი წინამძღოლი და ვაღიარებთ, რომ ის საკუთარი ძალებით კი არ აღდგა, როგორც პირველი კორინთელებში წერია, ხო, მე-6 თავის მე-14 მოხში, რომ ის ღმერთმა აღადგინა ჩვენი უფალი. რა თქმა უნდა, ჩვენი მწყემს, ჩვენი უფალში იგულისხმება კირიოს, როგორც ბატონი, ისევე მსახურების მართველი, ხაზინადარი. ასევეც ესეც ითარგმნება კირიოსი. და არა მარტო ის, რომ ის არის ერთი უფალი და ის სამივე ერთი და იგივეა და ერთი უფალია და რაღაც. არა. მამამ აღადგინა ის კრედიტი, იმიტომ რომ მხოლოდ ერთადერთი არის ხსნელი ეს იახი. ხსნა იახისგან არის. ეშაიახ, ანუ ესაია ნიშნავს, რომ ხსნა არის იახისგან. მოდის იახისგან. უზენაესისგან. იესო ქრისტეს არავითარი ძალაუფლება არ ექნებოდა მას, თუ ეს არ ექნებოდა მიცემული ზეციდან. იოანე ნათლისმცემელიც მოწმობს, რომ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემთვის ძლიერი არა, ვისი თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათა წყლით, არამედ სულით და ჭეშმარიტ, ანუ სულით და ცეცხლით. ანუ იესო ქრისტე არ ნათლობდა წყლით. დააკვირდით, იოანე ნათლისმცემელი არ მონათლულა იესოსგან წყლით. ასე რომ ნათლობის ეს ტრადიცია რაც არის დამკვიდრებული ამ გამყიდველების, სულით გამყიდველებში, ამათ ვიძახი რომ ფულზე ყიდიან ყველაფერს, არასწორობას აკანონებენ. აი ამათთვის ესენი არიან წყევლაში. იმიტომ რომ იოანეს ნათლობით ნათლავენ. წყლით ნათლობა არნიშნავს იმას, რომ შენ მონათლული ხარ და მონათლა უკვე ხდება მანამდე, სანამ წყლით მოინათლებ, ანუ სანამ დაადასტურებ შენ აღთქმას, რომ შენ ხარ უკვე მონათლული, მანამდე არსებობს კავშირი. ანუ რატო უნდა მოინათლო? თუ შენ არ გაქვს წინაგანი წმენა მე ნიშანს რაზე დავადებ? მე რაზე უნდა დაგადო შენ ნიშანი, თუ არ გაქვს წმენა, ასე რომ კათაკმეულების სახურება ხო არის? კათაკმეულები როგორ იყვნენ? ოქროპირი ყველას კი არ აბანავებდა იმ ბაში კაცო. და ეგ ნათლობას კი არ ეძახდა მაგას, არა. ეს იყო სინანულისათვის გამზადებული იოანეს ნათლობა წყალში, რომელთაც მე აკვირდებოდა ოქროპირი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ადამიანი ცდილობდა თუ არა თავისი ცხოვრების განმავლობაში რაიმე ნაკლისთვის გამოსწორებას ან ბრძოლას ცოდვის წინააღმდეგ. თუ არ გამოაჩენდა ეს ადამიანი ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლას და საკუთარ მანკიერებას და ნაკლოვანებას ვერ ნახავდა საკუთარ თავში და არ დაიწყებდა ამაზე მკურნალობა საკუთარ თავში, ხო? მაშინ ესეთ ადამიანს ტაძრიდან უშვებდნენ. ანუ საკრებულოდან იქ ტაძრები არ იყო, იქ იყო შესაკრებლები. და ერქვათ საწმინდერები და არა ტაძრები. ტაძარი ეგ ძალიან ცუდი ტერმინია. ტაძარი იყო მხოლოდ ერთადერთი იერუსალიმის ტაძარი, რომელზეც იესომ თქვა რომ მამაჩემი სახლია, მაგრამ თქვა რომ დაანგრიეთ ეს, ანუ დაანგრიეთ ის ძველი წმინდის ტაძარი, რომელიც არის მოსეს სახურება. და ეს ქვაზე არ დარჩება, დიახაც ეს სიტყვები ახსოვდა, ეს არ არის კედლებზე რომ კედლები რახან არის, ეკლესიას კედლები არ უწოდოთ. ეკლესიას კედლები არ უნდა უწოდო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეკლესიას კედლები არ აქვს. ის დედამიწაზე ფართოდ ესაზე მაღალი არის. ანუ თლიანი გაგება ქრისტოცენტრული ქრისტოლოგიის არის ის, რომ შენ თვითონ გაიაზრო იესოს სიტყვები, შენი მუშაო წმინდა წელი, ანუ შენი რა ინფორმაცია მოვიდა შენამდე და არა სხვა რა ინფორმაცია მოგიტანა შენ. ანუ შენ თვითონ რა გაიგე ეს. ნახეთ როგორი რაღაცა ქრისტე არის შემეცნება. ჭეშმარიტებასთან მემართებაში. ის რაც თქვა, რაც გეხება და არა სხვა შენს მაგივრად. როცა მე ვკითხულობ იესოს სახარებიდან რაღაცა იგავს, თუნდაც რაღაც ნათქვამს, მე არ გავბივარ და არ ვეკითხები, იქ მოძღვარს. აბა აქ რა მითხრა მე ქრისტე? არა, მე ვიღებ ამ ტექსტს და როგორც წერია, მე ესე ვიგებ, რაც მე მეუბნება ქრისტე. თუ ამის მჯერა, რა თქმა უნდა, თუ მჯერა რომ ეს ქრისტეს ნათქვამია და წმენდა არნიშნავს იმას, რომ ბრმად დავიჯერო. არა. ეს უნდა მე შემეხოს. აი ამიტომ არის ზნანენია გნოზისი, ანუ შემეცნება, რომ შენ თუ არ გაიაზრე იესო რას გეუბნება, შენ ვერასოდეს ვერ გაახორციელებ იმას პრაქტიკაში. თამეთომეტეს თუ არ გესმის იმ სიტყვის შინაარს. აი როგორც ახლა ჯვრის სიტყვა, მაგალითად ჯვარის ახსენებდა და სოგონიათ რაღაცა მექანიკურად ის რაღაცა ტოტებია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული. აი ჯვრის მნიშვნელობაც არიციან, ხო? ჯვარი ძალაა ჩვენთვის რომ პავლე მოციქული ამბობს. ჯვრის ძალა რა არის? ეს არის რომ ქრისტეს წყულებით ვატარებთ ჩვენ ვავსებთ ქრისტეს სხეულის ჩვენი წყულებით ვავსებთ ქრისტეს სხეულის წყურებს. ანუ ეს ნიშნავს რომ დღეს ეკლესია, რისთვისაც იესო ქრისტემ თავი გაწირა რომ დაიარსებინა უბიწოთ თავის ეკლესია, დღეს ეკლესია რომელსაც თქვენ უწოდებთ ეს არის შერყვნილი და შებილწული ეკლესია.
როგორ შეიძლება ქრისტეს ეკლესია იყოს შებილწული? ის არ შეიძლება იყოს ქრისტეს, იმიტომ ქრისტეს ეკლესია არ არის კედლები. ქრისტეს ეკლესია არის უბიწო და წმინდა. მას არ აქვს არანაირი ცოდვა. იმიტომ რომ ქრისტე ისეთი მაგალითი და ისეთი კვალი დაგვიტოვა, რომ სუფთად გამნია თავისი ცხოვრებისგან და ჩვენც გვითხრა რომ მე მოვოდი იმისათვის, არა იმისათვის, რომ თქვენ კვლავინდებურად დარჩენილიყავით მოსეს რჯულში და ცოდვებისათვის სხორპლი გეწირათ. არამედ მოვოდი რომ თქვენ თავისუფლების გზა და შემეცნების გზა მომეტანათ თქვენთვის, რომ თქვენ თვითონ ახართ ღმერთები და შვილი ცოცხალი მამისა. ამას ცუდად ხდება მართლმადიდებელი რომ ვეუბნები ცუდად ხდება. ვეუბნები რომ შენ თვითონ ახარ ღმერთის შვილი და ქრისტე მოვიდა იმისათვის რომ გითხრას რომ შენ ხარ ჩემი ძმა, მეგობარი გიწოდა. შენ რა დიდი ისინი გაქვს, ამბიციები გაქვს, როდიდან გახდი ეგეთი, არ გახსოვს ტაძარში რომ გელოდი და ბოზური სული აქვს, ესა ბოზური სული, ანუ როგორია იცი ადამიანი ვერ გამოდის მყრალი მდგომარეობიდან, მას გონია რომ წავა იქ ღვთელს ეტყვის თავის სიმყრალეს და მოიწმინდავს. ეს არის სისულელე მეგობრებო, ამით უფრო მეტად აქეზებ ადამიანს ცოდვა ჩაიდინოს, არაუშარა მოგეტევება. არაფერი არ მოგეტევება. თუ ქრისტე იმიტომ მოვიდა რომ შენთვის წარამარა მოკვდეს და ახსარება ზიარებით შენ ცხონება მოგიტანოს, ხო? მაშინ ცოდვილები დასაჭერად აღარ მოვიდოდა. მოვიდოდა ისევ ახსარება ზიარები და შენი ჭირება შენ გენაცვალეს. ცოდვილები დასაჭერად რატომ მოდის? რა ცოდვები უნდა გამეხსენოს მე ქრისტემ, აბა თუ დაფიქრებულ ხართ ეგ. თუ კი მისი წასვლის შემდეგ კლავინდებულად შემწოდე განახლება სინანულად და კლავინდებულად იმ ახსარება და ზიარები და რაღაცა სისულელეებით მოიწმინდა და წალიხოცა ცოდვას. არ არსებობს ცოდვის წალხოცა. ცოდვის წალხოცვა უკვე მოხდა, აღარ არსებობს მომავალში. ის იყო წარსული პირველი აღთქმის დროს ჩადენილი ცოდვების წალხოცვა. ამისთვის მოკვდა ქრისტე თორე. ქრისტეს სიკვდილის მერე თუ შენ ისევ იგივე ცოდვებში ხარ და იგივე იმას აკეთებ, რის გულიზეც ადრე გწხვენო და რა ვიცი ხა. მე მაგალითად ასეთი შეხედულება მაქვს, რომ მე რო გააზრებული მქონდეს ჩემთვის იესო ქრისტეს ძვირფასის ხანით, იესო ქრისტეს თავგანწირვა. ან ჩემთვის რო იესო ქრისტემ თავი გაწირა, რომ მე აღარ ყოფილიყავი ცოდვილი და ცოდვის მსახური, ცოდვის მონა, ხო, იმიტომ ვიცი, ვის ემონება იმისი მონა, თუ მე ცოდვას ჩავდივარ, მე მისი მონა ვარ და მე ღმერთი არ შემეცვლია. იოანე ნათლისმცემელიც ამას ამბობს. მე რო გააზრებული მქონდეს იესო ქრისტე ჩემთვის მოკვდა, ანუ გაწირა საკუთარი თავი იმისათვის რომ დაეხსნა ჩემი თავი ცოდვებისგან, ანუ უსამართლობისგან თუ რაც ქვია მტყუილის მეფობისგან, ხო? მაშინ მე აღარ ანუ უყურე რა ხდება, თუ ვიღაცა ჩემს გამო, ჩემი დანაშაულის გამო ვაგებს პასუხს, ეგ არ უთქვია იესო ქრისტემ, რომ მე შენი დანაშაულის გამო ვაგებ პასუხს არა. ის მოკვდა იმისათვის რომ ჩემი დაზიანებული ბუნება, ის მიდრეკილება რაც მაქვს მე ცოდვის მიმართ და ამისათვის საჭირო იყოს სისხლიან მსხვერპლ შეწირვა, რომ დამნაშავეები გვერქვა, ხო? დედის საშოდანვე უკვე ბოროტი ხარ, რომ დამნაშავე ხარ. დამნაშავეებად ვიბადებით, გამიგე? ადამიანის მოდგმიდან ესე არის, ანუ დამნაშავე ხარ უკვე შენ. იმის გამო რომ შენ დაშორდი ღმერთს, უკვე დამნაშავე გრქვია. დედის საშოდანვე დამნაშავე გერქვა, სამონებს თუ როგორ სადღაც ამოვიკითხე ესეთი რაღაც. ანუ მე სირცხვილი, ანუ მე რო ანუ უკვე რა ხდება, ჩემთვის რომ გაწირა თავი მე რო ეს გავიაზრო, იმისათვის გაწირა რომ მე დამნაშავე აღარ მქმეოდა, მე სირცხვილით იმავე ცოდვებს აღარ ჩავინდედი, რის გამოც ახლა მწვენია. იმ სისხლის საფასურის გამო, რაც ჩემთვის დაიღვარა. მე თუ ეს გააზრებული მაქვს, რისთვის დაიღვარა. მე სირცხვილით იგივე რაღაცას ვერ გავაკეთებდი, რაც ქრისტეს შეერწყმენდა. ანუ ქრისტეს შეერწყმენდა, ქრისტეს ვერავინ ვერ შეერწყმის, მაგრამ მე როდესაც ვამბობ, რომ ქრისტიანი ვარ, ჩემი ქმედები და ჩემი ასე ვთქვათ, აზროვნებით მე ვარწყენ ქრისტეს. მე თვითონ მარწყენ, ანუ მე თვითონ ვირწყენ თავს ქრისტესთან. რომ მოვა და მეტყვის, რომ მე რო შენ ეს გელაპარაკე, ამდენი რამე. ნუ თუ აქედან ერთი სიტყვა შენთვის ისეთი არ იყო, რომელიც შენს გულს ჩასწვდებოდა და დაგაფიქრებდა. ანუ იქ ტაძარში ხალხო რისთვის დადიხართ, რომ ღვთელს უსმინოთ, თუ იმ მედავითნეს გაურკვეველ ბუტყულს ამ გალობლების რაღაცა ყროყინი აბა რა არის ახლა. ზოგი გალობა კარგია, მაგრამ ახლა ყროყინი არის, ხო? ზოგი იმიტომ გალობს, რომ ფული იშოვოს. ახლა მე რატო წამოვედი და რაღაცა ეგ უკვე არის ძალიან სულელური კითხვა. მე იმიტომ წამოვედი კი არა, მე ამიგზავნეს სახურება, იმიტომ რომ მე ამიგზავნეს გააზრება, ანუ ის ზანენი, ანუ შემეცნება, მე რო შევიმეცნე, წინაწერილი ქრისტე რას მეუბნება, აი მაგ დროს უკვე ღვთელს აღარ მოსვენს. როგორ შეიძლება ლევანიმ იესო ქრისტეს სიტყვები პირადად გაიგო, სანამ ჩვენ არ დაგვეკითხა. როგორ შეიძლება ღმერთმა სასופველოში წაიყვანოს გარდაცვლილი სული, თუ ამ ნაბიჯ ღვთელებს არ დაეკითხა ჯერ რა? მე რატო გვაგინებენო, გაიგე? რაც ხარ იმას გეუბნებიან. ეგეთი ხარ.
და ყველაფერს ამახინჯებ. ქრისტე გეუბნება სხვა რაღაცას, შენ აკეთებ მეორეს, საპირისპიროს და რა ქვია საპირისპიროს მოწინააღმდეგე. ებრაულად მოწინააღმდეგე არის სატანა. ანუ მრავლად არიან ეს სატანები არიან, აბარეები არიან. სხვებს, რომელსაც ესენი სწირავენ, დემონებს სწირავენ და რა ღმერთო ხალხო. ჯერ ერთი სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ამ ქვეყნიურ სოფელთან მეგობრობა არის პავლე მოციქულის თქმით ღვთისგმობა და ხო იცით კიდევაც რომ ტრობა ღმერთისა. სახელმწიფოსთან და ამ ქვეყანასთან მეგობრობა ტრობა ღმერთისა. ეს შენი ევსები კესარიელი, ეს წმინდა მამები და ეს მუქთახურა ხალხი დგანან იქ იმპერატორებთან, მეფეებთან და რა ვიცი, მეფეების იმას რა ქვია, კეთილდღეობისთვის მუხლები გადაიტყავეს მონასტრებში. გადახედეთ აბა ისტორიას. თუ ეს არ არის და ვიღაცა თუ ქრისტეს გადაგებდა ამათგან დამოუკიდებლად, ხო? ან ცეცხლში დაწვეს, ან მოკლეს, ან დააშინეს, ან რა ვიცი, დაემუქნენ. რატო იცი? რომ საერთოდ რო არ იყო ქრისტიანი და არაფერი გესმოდეს. უბრალოდ მართალი ადამიანი რო იყო რა. აი გულით იცოდე რომ შენ ესთვის ეს არის დამაზე არ შენ ისეთ რაღაცას არ გააკეთებ, რაც შენთვის არ უნდა რომ არ გინდა რომ სხვამ გაგიკეთოს, როგორც იესომ თქვა, ხო? ეს არის ოქროს სიტყვები, რა თქმა უნდა. შენს დაგიწყებენ ბრძოლას, იცი? იმიტომ რომ ესაიაში კარგად არის ნათქვამი. მართალიო იჩაგრებაო და იღუპებაო ბოროტეულთა გამო. არავინაო ვინც გულთან ახლოს მიაკ ეს ამბავიო. და ეგრე არ არის, აი შეხედეთ რა. ადამიანს როცა ხედავს რომ მართალი იჩაგრება უკვე შიში უშტება რომ ვაიმე ხა მე რო ხმა მოვიღო მე რას მიზავ მე გამრიყავენ. აი იმას მიზავენ ამას მიზავენ. არავით არის კავშირი მეგობრებო, აი ქრისტე გეუბნებათ რა რომ ვინც ჩემზე მეტად შეიყვარებს ამ ქვეყანას ან ჩემზე მეტად შეიყვარებს დას, დედას, ძმას, შვილის, ძოლს, რავი ნათესავებს, ის ჩემი ღირსი არ არის. თუ გინდა რომ ჩემი მოწაფე იყო, ისევე მოიძულე ყველაფერი როგორც მე მოვიძულე. რადგანაც პირველად მე მომიძულეს. და ამით გიცნობე რომ ჩემიანები ხართ, თუ ერთმანეთი ისევე გეყვარებათ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. აი ეს სიტყვები სად არის მანდა? არსად არ არის, იმიტომ რომ შენში არის, ანუ შენ უნდა ეძებო რა. შენ იმას ვერ იპოვი კედლებში, შენ ვერ იპოვი იმას სხვაში, იმიტომ რომ შენ თავში თუ ვერ იპოვე და შენ თავში არ აღმოაჩინე ის სინათლე, სხვაში ვერ ნახავ მაგას. იმიტომ რომ არ არსებობს. სხვაში რატო უნდა დაუწყო დილის ძებნა შენ ძმას, როდესაც შენ თვალიდან ბეწვის ამოღება არ გინდა. როცა ისწავლი შენ თვალიდან ბეწვი როგორ ამოიღო, მერე მიდი და ის დილე ამოუღე შენ ძმას. ანუ ჯერ საკუთარ თავზე უნდა ჩაატარო ცდები, თუ გინდა რომ სხვას გამოადგენ წამლულად ექიმად რა. თუ საკუთარი თავში ვერ ხედავ როგორ ამოიღო ის დილე თუ რაც არის ბეწვი თვალიდან, როგორ ეტყვი შენ ძმას, მოდი ამოგიღო. ჯერ შენ უნდა გქონდეს ეს გზა გავლილი ახლა მე რაც ვერ არ ვიცი მე ის როგორ ახლა ჩემთან მოდის ადამიანი და ის რაღაცას მეკითხება, რაც არ გამივლია ცხოვრებაში. მე იმას როგორ უნდა დავამწყენსო, რა უნდა ურჩიო, ხო? ეს პატარა ბიჭბუჭები რო შემოასხედეთ ტაძარში და მღვდლებათ, რა იციან მაგათმა, არაფერი არ იციან ხალხო. აი ეს მარტო მღვდლის სტატუსია რომ აი მამაო ხო, ანუ ხალხის ბრალია ხვდებით? ეს მდლობა არის გაუქმებული ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ. კანკელები არისო და ბასილიკიდი არისო, ბასილიკიდი არც ივანე ოქროპირი არ იყვნენ მღვდლები, არ იყვნენ მოძღვრები, საკუთარ თავს მოძღვარს არ უწოდებდნენ, არც წინამძღვრებს არ უწოდებდნენ. აფეტონტას ნიშნავს ბერძნული ტერმინით დამრიგებელს. დამრიგებელი სულიერი სამოღვაწეო გზაზე. იმიტომ რომ თუ შენი სული მზად არ არის წმინდანობისთვის, ანუ სასულიერო ქრისტესთან შემდგარი გზის გზაზე, სარბიელად, მაშინ შენ არ გაგუფლება საერთოდ ტაძარში მიხვიდე და რაღაცა იკითხო. იმიტომ რომ შენ თავიდანვე არ არის შენი სული მოწოდები იმისთვის, რომ წერილთან ითანამშრომლო, გული გაუხსნა ღმერთს, ანუ შენი გული თავიდანვე არ არის მზად. და როგორ შეუძლია სხვას შენს მაგერად აიღოს შენი დანაშაულები, შენ გიწინამძღვროს, როდესაც თვითონაც ბრმა, ანუ საკუთარი თავის წინამძღვრობაც არ შეუძლია, იმიტომ რომ ის პროცესში არის. იმდენი ტყუილები აქვს ოქროპის ნალაპარაკები, რომ გადავხედე გული გამისკდა. იმდენი შეცდომები აქვს დაშვებული და ბოლოს მოკლეს თავისიანების ხელით მოკვდა. და წერს კიდევაც, რომ ადრე თუ ხელზე მკოცნით, დღეს რა ხდებაო. აი ზუსტად ეგ არის პრობლემა. ადამიანებს აღმერთებ და ხელზე კოცნით, მათ, ვინც იესო ქრისტე მოკლეს. ავტომატურად გადადის სისხლი მაგისი ჩვენზე და ჩვენ შულებზე ამაზე გადადის. ანუ პირდაპირ ღიად გამოდიან, აი დააკვირდით მღვდლებს რა, როგორი ცფიერები არიან. ქრისტეს კვლავ და გაჭმან თუ ხალხო. და თქვენ მაინც იძახით რომ გულწრფელები არიან, არ გადამრიოთ. აი ვინ ნორმალური ადამიანი ვინ იტყვის მაგაზე რომ გულწრფელია მღვდელი. მღვდელი გულწრფელი არ არის. რასაც ეგ მღვდლებს ეძახით, ეს მღვდლობა არ არის. ეგ არის აფერისტობა, მუქთახურობა. იმიტომ არც ერთი მოციქული არ დარბოდა ტაძრებში და იქ ხალხს არ ეპატეჟებოდა ახსარებაზიერებას. პირიქით ისინი საკუთარი ხელით შრომობდნენ და სიტყვით გადასცემდნენ იმას, რასაც ეხა ჩვენამდე მოვიდა და ეს წერილიც თომას ახარება, იმიტომ დამალეს
აპოკრიფი დაარქვეს. აპოკრიფი კი არა სახარებაა ეს და დაჟე იმოთხავს მილიონჯერ ჯობია ეს თომას სახარება. მაგიტო დამალეს რომ ნიკეის კრებაძე გამოცხადა საყოველთაო დევნა, ვინც ამ ერთ წამს არიზიარებდა მამაძე და სულიწმიდა ერთი უფალი, ყველას გადაასახლებდნენ ან მოკლავდნენ ან რაღაცა შეთქმულებას მოუწყდნენ. არა, მათ პრობლემა მათ ხელწერა ვიცი უკვე რაც არის. რამდენი ადამიანი ხა სადაც თავის სენებს არინდობენ, მე რას მიზავენ, ხო? სადაც ანუ ძველ საუკუნეში კიდე რა იცი, რა იყო ერთი ვიღაც სახელი შემორჩა, ვინც საერთოდ პირველ და მეორე სოფლიო საეკლესიო კრებებზე იმენა თავზე დაამხო ყველაფერი, ეს იყო თემისტიოსი. და მეც მეძახიან ხოლმე შენ თემისტიოსის ისინი მოყავსო. თემისტიოსი იყო ის, ვინც თავზე დაამხო ამათი სისულელეები რა. როგორ შეიძლება სამი იყოს ერთი, ეს არის სისულელე. ეს არის ღმერთის გმობა, შეურაცხყოფა ღმერთის. რა სამი ერთია და ღმერთი მამაში არის. უზენაესი არავისი მამა არ არის. აი ეს არის სიმართლე, იმიტომ რომ მამა რომ ვიყო ვიღაცას, უნდა გავხდე მამა. მე ყოველთვის არ ვიქნები ვიღაცას მამა. უნდა გავხდე მამა, ანუ მამის სტატუსი არ მექნება, მე თუ არ დავიწყე შემოქმედება. ეს ელემენტარული არის. ელემენტარული არის. ამაზე ახსნაც არ შეიძლება, იმიტომ უზენაესი იყო მარტო თავისი ყოფობით, როდესაც ქმნიდა სამყაროს. მე მარტო შევქმენი ამბობს კიდევაც, ხო? მარტო სიმარტოვეში თუ ძეც გულისხმობა, იქ არ წერია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ კლიმენტი რომაელი იყო წმინდანი და რომის პაპი და ასეთი დიდი ბუმბერაზი, მაშინ მივიღოთ ის წიგნები, რაც მან დაგვიწერა და რაც მან ჩათვალა კანონიკურად. რატომ მაგასაც არის? ზირაქის წიგნი პირდაპირ გამოაცხადა კანონიკურად, წმინდა წიგნად. იმ ზირაქის წიგნში წერია, რომ ღმერთმა უზენაესმა შექმნა იესო ქრისტე და გახდა მისი მამა. წერია პირდაპირ ეგა. მაგრამ ადამიანებს ამის გაგება არ უნდათ. დამელოდეთ მეგობრებო მოვალეწოთ. ესე იგი რა ხდება ნახეთ გასაგებად რო თქვა და ახსნა ეხლა ლევან თუ იძახია რომ უდანაშაულო მოკლეს მაშინ საკითხი ის არის აქ ვინ ცდება მამა თუ სახარების ავტორები რა გაგებით ცდებიან ვერ გავიგე ასე ებრაელების მამაც გახდა კი მაგ საკითხს შევეხები მე ეხლა სხვა რაღაცაზე მინდა ვისაუბრო კერძოდ ადამიანებში რა პრობლემა იცი ვერ გაუგიათ სადმედია. ანუ რაც არ უნდა იაროთ, მე 20 წელი ვიარე და არაფერი აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ბოლოს ისეთი რაღაცა შეთხზეს, რომ ლევანიოც სემინარში სწავლობდა, მაგიტომ მიეცა ის. არავით არის სემინარის დამსახურება არ არის, არავით არის მღვდლის, არავით არის ტაძარში გალობის დამსახურება არ არის, ის რაც ეხლა ჩამივარდა ხელში და რა ინფორმაციაზე ამდენი წლებია საუბრობ. ეს არ არის დამსახურება სემინარიის, მეგობრებო, სემინარიაში ის, რაზეც ეხლა მე ვლაპარაკობ, აკრძალულია, ტაბუდაედებულია და აპოკრიფათაა გამოცხადებული, ანუ გასაიდუმლოებული არის. თუნდაც ის ზირაქის წიგნი, თუნდაც ის მაკაბელთა წიგნები, თუნდაც ის ეზრას წიგნები, ეს არის ამოღებული კი არა, საერთოდ ხალხს ის როგორ რაღაცას უქმნია, რომ არა, ის არ წაიკითხვა, ის არაკანონიკურია და არაკანონიკური ადამიანს გონია, რომ დამთავრდა ის არაფრის სულიერია და არ შეიძლება წაიკითხოს. შესაძლოა ეს მარტო მართლმადიდებლობაში არ ხდება. თვითონ რელიგია ეუბნება, ანუ ვიღაცა ზევიდან აწვეთებს, ვიღაცა იქ მასონი, ებრაელი თუ ვიღაცა რაღაცა არის, ვინც არის, ხო? ეგენი არის, მაგი უხდიან ფულს მამად. ის გამოდის და ხალხსაც ეუბნება, რომ არ შეიძლება ის აშინებენ რა. ეს დაშინებული ხალხიც კიდე რა ქნათ ხა ჩემი მამა ისე მითხრა კურთხევის გარეშე კურთხევას აი თქვენ კურთხევას წევლად გიქცევს იახი რა როგორ შეიძლება ამ ხელა საიდუმლო ინფორმაცია ამ ხელა ღვთის ინფორმაცია დამალო და საიდუმლო უწოდოთ თუმცა ვერ გამტყურებ იმიტომ რომ ღვთის სიტყვა საიდუმლო რჩებათ მათთვის ვინც არ არის გულწრფელი მათთვის დაფარულია იმიტომ წუთისოფლის ღმერთმა დაუბნელა რომ არ წყნავდეს ქრისტეს სინათლეო ხო არის ამ წუთისოფლის ღმერთი არის სატანა რომელმაც გაიმარჯვა ქრისტეზე დღესაც გაიმარჯვა ეკლესიის სახით დღეს გამარჯვებული ყავთ ეს შმაკი და ვერ ახვდებით ხალხო ვინც გაკრიტიკებდა გეოვნებათ რაღაცა მტრები გონიათ არადა სინამდვილეში მე არა ვარ ამათი მტერი მტერი რო იყო მე სახარების კვლევას კი არ დავიწყე და ბიბლიას კი არ წავიკითხოდი რომელიც თქვენგანი დგას და კითხულობს ბიბლიას არც ერთი და თუ ვინმე წაიკითხავს იქ დელი ეტყვის რომ არა შენებურად არ უნდა გამარტო და წმინდა მამებთან გადაამისამართებს რომელიც წმინდა მამა ყველა იტყუება ყოველ დღე ყოველწლიურად სულიან ჯულის წესი შეცვალეს ძალიან ბევრი რამე შეცვალეს წამსაღარ შეცვლიან დღესაც ცვლიან ყოველ დღე ცვლიან აღარ იციან რითი რა დაამახინჯონ 1000 რაღაცა 500-მდე მეტი მუხლი არის 4 თავში ჩამატებული რაც ტექსტუს რეცეპტურში და იმაში არ წერია
ვატიკანის კოდექსში. და ესეთ სიმთვრალე ის ჭავჭავაძე კარგად ამბობდა რა, სულ ძირი, აი ესეთი თლემა, საღათაც ძირით, სულ ძირში არიან. არ გამოფხიზდეთ, ოღონდ თქვენ ბიბლია არ ისწავლოთ, ოღონდ თქვენ სახარება, ანუ ის ტექსტები, სახარება მარტო 4 თავი კი არ არის, კაცო და 4 სახარება კი არ არის. ლუკას სახარებისა თუ გჯერათ, იქ წერია, რომ მრავალმა მიყო ხელი აღწერათ იესოს ამბებსო და მეც ჩავთვალე საჭირო თავი, რომ მეც აღმეწერა სიყვარული თეოფილეო. ხო ეუბნება, ანუ ბევრი იყო ისეთი, ვინც წერდა და სად არის ეს მატათას სახარება, სად არის ფილიპეს სახარება, მით უმეტეს თომას სახარებას ორიგენი ახსენებს, კლიმენტი ალექსანდრიელიც ახსენებს. კლიმენტი რომელსაც კი მოყავს თომას სახარებიდან თავის მეორე წერილში კორინთელთა მიმართ ციტატები. წარმოგიდგენიათ ხალხო, ანუ ეს ადამიანები სარგებლობდნენ ამბა და ეს არ მოეწონათ გააქრეს, იმიტომ რომ ზუსტად აქ არის იმას ოპერაციას ახლა მე თქვენ გიხსნით რა. იესო ქრისტეს სიკვდილი და აღდგომა არავითარ კავშირში არ არის იმასთან, რასაც თქვენ პირადად მიგიყვანთ თქვენ სასופველში, ანუ ხსნასთან. არავითარი კავშირი არ აქვს, ანუ იესო ქრისტე მოკვდა და ამაღლდა დამთავრდა. აი რა ინფორმაციაა შენთვის, აი ამ ინფორმაციის მონიჭება, უბრალოდ ინფორმაცია. იესო ქრისტე მოკვდა აღდგა, ხო ქრისტე აღდგა, მაგრამ ქალებში დადიხარ. ქრისტე აღდგა, მაგრამ მრუშო. ქრისტე აღდგა, მაგრამ რატომღაც ცოდებს ვერ ებრძვი. ანუ შენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იესო ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას, თუ შენ არ გაიაზრე რას გეუბნებ, ანუ არ ჩაწვდი იმ სიტყვებს, რასაც იესო ამბობს. არ გაიაზრე, როგორც პავლე ამბობს, ხო, მოსმენა წმენა მოსმენიდან მოსმენა ქრისტეს სიტყვიდან. ანუ მნიშვნელოვანი არის რას მეუბნება მე და არა ჩემს გარდა სხვას. ანუ ქრისტე მე მელაპარაკება პიროვნულად, ინდივიდუალურად მე მეუბნება რომ შენ ახარ და შენ ხარ ის, ვინც უნდა იპოვო საკუთარ თავში ძეობა ღმერთის, ხო? გავდივარ და ვიღაცამ ხვდეს ვეკითხები, აბა ერთი იესოს რა მითხარ, გადამითარგმნე. აი ხა მე ვინ გამოვდივარ. სწორად უნდა გამიგოთ რა, ანუ როცა მე ვიღაცა სხვას ვეკითხები იმას, რაც ჩემი პირადი გასარკვევია, ამით მე თავს უქვემდებარებ სხვას და იესოს ბრმას წინ წაუძღვა, ორივენი ორმოში ჩავარდებიან. ის თვითონ ბრმა არის, იმიტომ რომ თავს მასწავლებს და მოძღვარს უწოდებს. ბრმა არის, საწოდავია, აბა რა არის, საკუთარი უძულრების გამო სწირავს მსხვერპლს, რომ უძულრებას სწავლენ, ამისო სჭირდება მსხვერპლის შეწირვა, რომ ცოდები მიეტევოს. აი წარმოიდგინე რა დონის საწოდავი არის. დაღუპულია ეს ადამიანი. დაღუპულია, ესე იგი ცოდებისათვის, საკუთარი ცოდებისათვის იმდენად უძლურია, რომ სხვებს წირავს, რომ ცოდები მიეტევოს. ჯერ ცოდვის არსი იცის საერთოდ, ანუ ქრისტეს დაღურული სისხლის, ძვირფას სისხლის მადლი იცის, ის მადლის სული ძალა იცის, სისხლის ძალა იცის. მაგას უაკეთებს, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ აღარ არსებობს ცოდვა, იმიტომ რომ ვინც ცოდავს ის კვლავინდებურად ანუ ის ვინც ცოდავს ეშმაკისგან არის და ის არ იცნობს ღმერთს. როგორ შეიძლება ღმერთს ვიცნობდე და ანალოგიურად იგივეს ვაკეთებდე. ესე იგი მე ღმერთი არ შემეცნია. ღმერთს არ უთქვია შენთვის რომ წადი შეცოდე და არა უშავრა მე შენ ისე მოგიტევე. მაშინ დასაჯერად აღარ მოვიდოდა. ანუ ქრისტე მოკვდა პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულების თავის სასახელად. ანუ იმ დროში რაც მოხდებოდა. ანუ იმიტომ რომ გაუქმებული იყო სისხლი ამ მსხვერპლის აუცილებლობა და დღეს აღარ არსებობს სხვა მსხვერპლი ცოდებისთვის. პავლე ამბობს ამას, მე არ ვიგონებ. იმიტომ რომ იქ სადაც მიტევება საჭირო აღარ არის, ანუ ზედმეტია მსხვერპლი, ანუ შესაძირავი ზედმეტი არის ცოდვისათვის. ცოდვის გამოსასყიდი შესაძირავი ზედმეტი არის. ხანი სიტყვა მინდა თქვენთვის. ეს არის თომას სახარების 75 მუხლია აქ, მაგრამ ერთი წუთი ნახავ ხა კოპტურში როგორ არის. კოპტურში ნახავ რომელი მუხლი არის. სამოცდამე 15 ეს არის 80 76
ხო, 71 არის კოპტურში. და აქ არის 76 ეს დანომრილიც შესტუმით აქვთ. რომ მინდა ვახრიდან მოფშახრიდან გამოვცე ესეც. ნახეთ რა სამჩიეს, იესომ თქვა, მე დავანგრევ ამ სახლს, საუბარია იერუსალიმის ტაძარზე. მამის სახლს ხო უწოდებს. და ამბობს კიდევაც სახარებაში, რომ ქვაქვაზე არ დარჩება, მიწასთან გასწორდება ყველაფერი. რომ ამაყობდნენ, აი რა ტაძარი გვაქვს, ნახე რა ლამაზია იესო, ხო სოლომონის ტოღაზე რომ მიანიშნებდნენ მოციქული. იესომ უთხრა, ქვაქვაზე არ დარჩება. ტაძრიდან რომ გამოყარა ეს იმას ანიშნავს, რომ იესო ემთახმებოდა იმ ტაძრის სახურებას. გარკვეულ დრომდე, ანუ ჯულის სრულყოფამდე, ხო? ჯულის სრულყოფა რომ მოვიდა უკვე იესო ქრისტეში. გაუქმდა უკვე ის აუცილებლობა ტაძრის. ამიტომ ამბობს რომ დადგება დედაკაცოთა და რომ აღარცემენ ტაძარში თაყვანს, არამედ სულ ჭეშმარიტებით ცემთ თაყვანს ყველა ადგილას მამას. მე კი არა მამასო. მამაში საკუთარი თავი არ გულისხმია, იმიტომ თვითონაც თაყვანს ცემდა მამას. თვითონაც სახური იყო იახის. ნახეთ ახლა რა ხდება. იესო ამბობს, მე დავანგრევ ამ სახლს და ვერავინ ააშენებს მას კიდევ ერთხელ. არ არსებობს ადამიანი, ვინც მის აშენებას შეეცდება. და ესენი რომელ ტაძარს აშენებენ? ანუ შემთხვევით ებრაელების ტაძრის აშენებას ხო არ უწყობენ ხელს, ანუ ნახეთ რა ხდება. იძახი რომ სოლომონმა უშვა, მაგრამ სოლომონი იყო ებრაელი, შედალოცილო და ის აუშენა იაჰვეს სახელზე. შენ როგორ ადრის სოლომონის აშენებულ ტაძარს, შენ რაღაცა შენობას, ხო? არაფრით არ აგავს, რომც გავდეს კიდევაც არ შეიძლება აშენება, იმიტომ რომ მარტო იერუსალიმის ტაძარში იყო ერთადერთი, სადაც უნდა ჩატარებულიყო ლევიტელურ აარონისეული მღვდლობა. რადგან პავლე ამბობს, რომ თუ დემსახურები დევიტრონის ღვთისმსახურებით მიიღწევოდა სრულყოფა, სინდისის სრულყოფა, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო ახალი აღთქმის მღვდლებისთვის აღდგარიყო სხვა ვინმე მელქისედეკის წესით. აი ვინ იყო მელქისედეკი? დაუსვით რა კითხვა, ქრისტე როდის დაიბადა? ან მელქისედეკი ვინ იყო? არავინ არ იცის. აი ქრისტე როდის დაიბადა, ან სად დაიბადა და მელქისედეკი ვინ იყო? არავინ არ იცის. ელემენტარული არ იციან, აი თავინა ბოლომდე არის ტყუილზე. არ აქვს საფუძველი მართლმადიდებლობას. კათოლიკურ მართლმადიდებლობას, იმიტომ ერთი და იგივე ნაგავია რა არის. სადაც ენოქი ამოიღეს, სადაც ზირაქი და ისინი გააქრეს. ხო, ზირაქიც გააქრეს, იმიტომ რომ კლიმენტი რომაელი კი რომის პაპი იყო, აღიარებდა ზირაქს, მაგრამ ხო ხედავ დღეს აბა რომელსაც უპირი აღიარებს, რომ ზირაქი კანონიკურია. არა, ზირაქი ღვთისმსახურით არ არის დაწერილი. არაფრის არ წვენიათ, მეგობრებო, ეშმაკიც ეგეთი არის, არაფრის არ წვენია. ქრისტე მოკლა და არაფრის არ წვენია. ეშმაკის დამსახურება და ეშმაკის ზეიმი არის დღეს რაც ტაძრების თავზე გიდგათ ხალხო. გუმბათებზე ჯვრები რო გიდგათ, ეგ არის ეშმაკის ზეიმი ქრისტეზე. თან ოქროსფერი ჯვრები, ოქროს ჯვრები მით უმეტეს, ხო? ეხლა ვიღაცა იტყვის რომ შენო ჯვრის მოძული ხარ, ჯვრები გეზღება, ჯვრები კი არ მეზღება. მე გეუბნებით რომ ამ ჯვარს რა ერთად ეშმაკმა ქრისტე მოკლა. დიახაც მოკლა. იმიტომ რომ ვერ იტანდა ვის მისი ხალხი იესოს მისდევდა, გაიხსენეთ კაიფასთან რას ამობენ. რა უყოთ ამ ადამიანსო, ბევრი ხალხი მიხვდება. სადუკევლები სხვათა შორის, იმიტომ რომ სადუკეველი იყო ერთ-ერთი სადისტური ფრთა, ასე ვთქვათ, რომელიც საიქიო ცხოვრებას უარყოფდა კუდრეთით აღდგომას და საერთოდ ანგელოზებსაც უარყოფდა. სადუკევლების ფრთა იყო, მაგრამ ფარისევლები გულწრფელები იყვნენ და თორასის წამდად გულწრფელად და იესო ქრისტეს ზოგი ჩუმად მიხვდებოდა, ერთ-ერთი ნიკოდიმოსი იყო. გამალიელიც სხვათა შორის ქრისტიანი იყო. ქრისტიანი არ ნიშნავს იმას, რომ მონათრული ხარ მღვდლისგან. ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ მისდევ იესოს სიტყვებს. ასე რომ თუ ის ადამიანები, რომლებიც ქრისტემდე არ იყვნენ ქრისტიანული წესით მონათრულები, ამბობს შენა რომ წარწყმდნენ, მაშინ 154 ტომში როგორ შედიან ის ებრაელები, რომელიც ქრისტემდე ქრისტიანული ტრადიციით და წესით არ მონათრულდნენ. ხედავთ რა ხდება. ესე იგი თქვენ გატყუებთ. ძალიან მარტივი შეიძლება, იმიტომ სიმარტივეში არის პასუხები, მეგობრებო. არავით ესენი ყველაფერს არ თულებენ. ჰიპოსტაზია და იქ რაღაცა არის და ჯერ ჰიპოსტასის მნიშვნელობა არ იციან, იმიტომ რომ ეგ ჰიპოსტასი არის სუფთა გნოსტიკური, წმინდა გნოსტიკური ტერმინი, რომლებიც იყენებდნენ ეკლესიისგან გამდგარი ბერძენი ფილოსოფოსები და სხვათა შორის არის აღმოჩენილი არქონტების ჰიპოსტაზები. ასეთი წიგნი 12 ჰიპოსტაზად არის ელდაბაუთი, თავისი მე ერთ-ერთი სახელია ცაბაუთი. აი რაც ძველი აღთქმის ღმერთსა და მაგიტო ამბობენ გნოსტიკები, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არის დემიურგი. აი აქედან გამომდინარე, რომ იქ არის ერთ-ერთი სახელი ელდაბაუთის ცაბაუთი. ცაბაუთი და ელდაბაუთი ეს ერთ და იგივე არის და მაგედან გამომდინარე, რომ გნოსტიკები მაგას. ანუ იესო ქრისტე ამბობს, რომ დაანგრევთ ამ სახლს დავანგრევ მე თუ ამ სახლის გაგრძელება ისურვებდა ქრისტე, მაგას ხო აღარ იტყოდა დავანგრევ ამ სახლს და ვერავინ შეძლებს მის აშენებას. თუ იესო ქრისტე მომხრე იყო ტაძრების აშენების, პირველი თვითონ ააშენებდა.
კი აღარ იტყო და დავანგრევ. ეხლა არ თქვა რომ აქ იგულისხმება ჯველი წმენის ტაძარი და იმღდრობაზე იგულისხმება რაღაცა სისულელები. პირდაპირ ამბობს ქვაზე არ დარჩება. ანუ გართულება აქ ამ იერუსალიმის ტაძარზე არ მოსწონს. იმიტომ რომ ამოუვიდა ტყელში. ძველი აღთქმის მღვდლობა ვერ იწვევს კეთილგანწყობას. არ არსებობს ადამიანი, რომელიც დადის ეკლესიაში თუ რასაც ეძახიან მან ტაძარში და მოეტანოს მას ცხოვრებაში სრულყოფილება. იმიტომ რომ ის არასოდეს არ დაფიქრებულა იმ სიტყვებზე, რასაც ისმენს იმ ტაძარში. არასოდეს არ უფიქრე, არც ფიქრობს, კითხვაც კი არ დაუსვია საკუთარი თავისთვის, რატომ არ მესმის მე ის, რასაც ესენი კითხულობენ. რატომ უნდა ვისმინდე დებილივით 24 საათი ერთ და იგივეს, თუ არ მესმის ის რაც ლაპარაკობს. ჯერ ერთი რამხელა მკარე ხელობა ლოცვების რები უწერიათ. არა გვივის შენსა გარეშე სხვა იგი ღმერთიო. როგორ იძახით მაგას ხალხო? როგორ იძახით ამ იესო ქრისტეზე მაგას რომ შენს გარდა სხვა ღმერთი არ ვიცნობთო? ანუ პირდაპირ უამყოფელები გამოდიხართ ქრისტეს ცხებულების. ანუ ქრისტეს უამყოფელები გამოდიხართ ხალხო. იმიტომ რომ ქრისტე სიტყვა ნიშნავს ებრაულად მეშიხ, ანუ ცხებულს ნიშნავს. ბერძნულად ქრისტე ნიშნავს ცხებულს და ეს ცხებულება მოგცა შენ ქრისტე. იმიტომ რომ ამბობს კიდევაც დიდება მამა შენთან რომ ქონდა ქვეყნის შექმნამდე, რომელიც შენგან მომეცა. მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი და სადაც მე ვარ, იქ სურსო ესენიც იყვნენ. ისეთივე ერთი, როგორც მე და შენ ვართ მამა ერთი. გახადე ისეთივე ერთი. ეს იესოს ლოცვა, რა ვიცი, გამოტოვეთ, არ გაინტერესებთ ის იოანეს 17:11-ში რაწერია თუ საერთოდ წაუყურეთ. რომელ თომას ახარებაზე საუბარი ელემენტარულად ადამიანები რასაც კითხულობენ იქ ტაძარში სინოპტიკურ სახარებას უკითხავენ, იმის გააზრება და გაპრაქტიკებაც არ შეუძლიათ, ხდები? აი რომ მიხვდნენ იქ რას გეუბნება, რომ იესო ქრისტე აპირებს აი ამ ტაძრის დანგრევას, რასაც ესენი აშენებენ. არავის შეუძლია ააშენოს ის, რაც ქრისტემ დაანგრია. ქრისტემ გააუქმა ერთხელ და სამუდამოდ ტაძრის მღვდლობა. საცეცხლის მსახურება არის გაუქმებული, აღებული აქვს ამათ ლევიანული მღვდლობიდან, რაც იესო ქრისტემ თავისი ერთგზის შეწირვით გააუქმა. აბა რა მღვდლობა დაარსა? აგერ ორიგენეს ლოცვაში ღვთისმშობლისადმი პირდაპირ ამბობს, რომ შენი დამსახურება და შენი მეშვეობითო კაცობრიობა სამღვდელოებად იქცავ. აქ არ არის საუბარი მღვდლებზე, იქ რაღაცა დენომინაციებზე, არა. ღვთისმშობელი მარიამის დამსახურებით, ანუ მეშვეობით, რაც მან გვიშვა ჩვენ სულებში ეს მაცხოვარი, იმიტომ რომ თავი ძის ღირსებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძემ ინება ასე, რომ მარიამისგან შობილიყო, ხორციელად, აი ამის მეშვეობით გავხდით ჩვენ კაცობრიობა გახდა სამღვდელოება. ანუ ეს სიტყვები რატო უარყოფთ? ანუ სადმე გაქვთ ესენი, ხო? როგორ შეიძლება თქვა და მე უარყო, აი დაგადგე პირზე რომ ვიჭო ასე წერია, აი წერია მე რა ის ცდებოდა, აცდებოდა, აი თომას ეშლებოდა და ამათ არ ეშლებოდა რა. მე წარმოგიდგენ ამ ხელა სიამაყე დამპოვე საცოდავები არიან ხალხო ესენი. პავლეს ეპისტოლები არ აინტერესებს. ჯერ პავლეს საერთოდ არ ციტირებს 4 თავიდან. იმიტომ რომ 4 თავი უკვე შემდეგ ამათმა გადაწერეს, გადმოწერეს და დაამახინჯეს, იმიტომ რომ ძველი უფრო წყაროები რაც არის, ეს უფრო თომას სახარება უფრო სამდო, იმიტომ რომ თომას სახარება პირდაპირ გეუბნება რომ შენ ხარ ის, ვინც უნდა მიხვდე ვინ ხარ. ანუ შენ ხარ ღვთის ძე, პირდაპირ გეუბნება რა. შენ არ კიდება სხვა ვინმე შუამავალი ღმერთთან, იმიტომ რომ შენ ხარ ის, ვინც უნდა გაიგო და ჩაწოდე და ქრისტეს სიტყვებს და როცა ჩაწოდები ქრისტეს სიტყვებს, შენ გახდები სინათლე, რომელიც წუთისოფლად ანათებს და უნათებს ხებსაც თელ სამყაროში და თუ არ ანათებს, მაშინ უკუნეთია. დებით ხო? ყველა განვითარებულ მაღალ თეოლოგს და აპოლოგეტს მოყავდა თომას ახარებიდან ციტატები, თვითონ ორიგენესაც კი, კლემენტი რომაელსაც კი. ციტირებენ აქედან. მაგრამ მატყუარა სული ისეთია, როგორ ხა იქ სიმართლეები არ უნდა ილაპარაკო, ის სიმართლე არ შეიძლება, სიმართლეს გაუღებს, ხო? როგორც სამურებში წერია. იგავებში. ბოროტეული მაშინაც გარბის, როცა არავინ მოძდეს. მატყუარა მაშინაც გარბის, როცა არავინ მოძდესო. ვილაპარაკეო, ვინ გისმენს, აი საქმე და ხილი. აბა ვინ გისმენს? ამდენი ხანია 1600 წელი ტყუილში იყავით, ეხლა გაწუხდა თომას სახარება და აგერ ვატიკანმა უკვე გამოსცა კიდევაც და უკვე კათოლიკური ეკლესია აღიარებს, რომ თომას სახარება არის სინოპტიკური სახარებების გვერდით, როგორც კანონიკური მეხუთე სახარება. არ შეიძლება ამის გამორიცხვა, აი არანაირად არ შეიძლება. იმიტომ რომ არც ერთ იმ 4 სინოპტიკურ სახარებაში არ არის საუბარი იესო ქრისტე სადმე ამბობს, რომ მე ვარ სამების რაღაც იპოსტაზი და რაღაც, იმიტომ სამების სწავლება არ იგრძნობა არც სინოპტიკურ სახარებაში, არც თომას სახარებაში. სამების სწავლება გვიანდელია, ანუ არ არის ადრეული სამოციქულო სწავლება. შემდეგ მეორე საუკუნიდან უკვე დაიწყო 13 წლიდან და შემდეგ უკვე შემოვიდა და კონსტანტინე ხო დააგვირგვინა და ძალიან ცუდი კიდე რო დააგვირგვინა და რაღაცა სისულელეები. მეოთხე საუკუნის მერე ქრისტიანობა არის მკვდარი. მაგრამ ცოცხლობს
იმ ადამიანებში და იმ ადამიანების მეშვეობით, ვინც ჩასვდა ქრისტეს სიტყვებს. აი რაც ღმერთმა დაგვიტოვა, მაინც მოусმენთ და თუ მოусმენთ, კიდევაც მიხვდებით. ერთი კაირუის რუბნისი დაგვამშვენებდა მე ჩადგება ყველაფერი ის კალათბურთში არ არის დამალული რომ არ გაცხადეს. აი სხვადასხვა ეგ სიტყვები არ არის დამალული რომ არ გაცხადეს, თომას სახარებაში წერია. ნუ უფრო უკეთესად წერია ვიდრე სინოპტიკურ სახარებაში. არ არსებობს საიდუმლო, რომელსაც ფარდა არ ეხდება. და არ არსებობს დამალული რომელიც არ გაცხადეს, ეგრე არ წერია. არ არსებობს მიცადე სად იყო იგა? არ არსებობს იდუმალი, რომელიც არ გამჟღავნდება, ხო? აი ესეც არის სწორი. ანუ არაფერი არ ემალება და ამატებს კიდევაც თომას სახარებაში ქრისტე. რადგანაც ყველაფერი ღია ზეცის წინაშე. ან ვერაფერს ვერ დამალავ რა. და ენოქის წიგნი ზუსტად ემთხვევა კიდევაც, რომ ენოქში არის რომ ცოდვილები ეუბნებიან, რომ ჩვენი ცოდებიო ყველაფერი არ არისო ზეცაში ჩაწერილიო და ეს ენოქი ეს ანგელოზი ეუბნება ენოქს, რომ ასე ფიქრობენო, მაგრამ ის აღარ იციან, რომ ანგელოზებიო გამოიკითხავენო ვარსკვლავებიდან, მთვარიდან, მზიდან, ჰაერიდან, ყოველაფრიდან, ბუნებიდან გამოიკითხავენ ამ ადამიანის ყველა ცოდვებს. ჩვენ გვითვალთვალებენ, მეგობრებო. ჩვენ ბუნება გვაკვირდება, ჩვენ ანგელოზები გვითვალთვალებენ, მეთვალყურები იწერენ ჩვენს ყველა ცოდვებს. ამიტომ ზეცის წინაშე ყველაფერი ღია, არ არსებობს არაფერი. თუ რაღაცა საიდუმლოება არის და გასასწრები გვემთხვევა, ესეც იმიტომ რომ ჩვენ დაგვანახოს ღმერთმა რომ შენი საქციელი უზენაეს არ მოსწონს. და უზენაეს რო არ მოსულა ეწინააღმდეგება, რაც უზენაესის ნებას ეწინააღმდეგება, ყველაფერი ხო მისით არის შექმნილი და მისი ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დგას ყოველივე, თვით იესო ქრისტეც. მისი დამსახურება რომ ქრისტე დგას. ის მკვიდრობს უზენაესის დახმარებით ზეცაში, ხო, ქრისტე. იმის კანონებს ვინც შეეწინააღმდეგება, დაილეწება. განადგურდება, იმიტომ რომ ესე დააწესა, მან შექმნა ეს ყოველივე, მან ჩაუდო გული ადამიანებს და ის არის ყველა გულებთან ხილავი ყველას უზენაესი. ასე რომ თუ ამბობს ქრისტე რომ დავანგრევ და არავინ არის ის ვინც მას ააშენებს, ესენი უშენებენ სხვას. ესენი ღმერთს არ უშენებენ. იმიტომ რომ ეკლესიას ოქროპირის სიტყვები მოყავს, მე არ მოყავს, იმიტომ ოქროპირის დროს არ იყო ეგეთი რაღაცა ტრამპაცუმპაობი, რასაც ეხა ესენი აკეთებენ. ოქროპირი იყო პრესვიტერი, მოძღვარი არ იყო. რახმა არის ზოგი. და იმ საწმინდანებს, რასაც ისინი აკეთებდნენ, ხო, სადაც ისინი მსახურებას ატარებდნენ. მსახურება არ იყოს, ანუ ლიტურგია ნიშნავს სამადლობელ ახსნას სასულიერო ჰიმნს. სამადლობას და არა ის რომ ჩვენ რაღაცა წირავდა კლავდა რაღაცებს გაჭმევთ. ჯერეთი უმფუნო იყო, ებრაული მაცატყდებოდა და ისურიგდებოდა როგორც ქრისტეს დამწვრეული სხეული ჩვენთვის. გასახსენებლად და არა ცოდების მისატევებლად. ცოდების მისატევებლად თუ იქ აღარ ეწოდებოდა უსისხლო და უმფუნო. უსისხლო ნიშნავს იმას, რომ შენთვის ქრისტე აღარ იწირება, ანუ სისხლს კი არ უწირავთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენი ცოდებისთვის. ქრისტეს სისხლს კი აღარ უწირავთ. უსისხლო იყო ეს. რატო გააკრეს და ამახინჯეს? იმიტომ რომ ეშმაკია მაგათი მამა, იესო ამბობს, თქვენი მამაო ცრუარიო და თქვენი მამის გულის თქმის აღსრულება გწადიათო. მოსაკლავად რომ დამდევთო. აი იესო ქრისტე მართალს ამბობდა, ყველაფერში მართალი იყო, რაც მამასთან მოვისმენთ, ის გაუწყეთო და ესენი ეუბნებიან რომ შენო ღმერთს უტოლებო თავსა. სად თქვა იესომ ეგეთი რაღაცა, კაცო? ეს იყო იუდეველების აზრი, ანუ იუდეველები აბრალებდნენ. ბრალდება ეს ხალხო რომ იესო ქრისტეს დაძდევდნენ და ეუბნებოდნენ რომ შენო მამას უწოდებ ღმერთსო, რომ აუფლებით უწოდებ მამასო. წარმოგიდგენიათ, მაგაზეც პრობლემა ქონდათ იუდეველებს, რომ ქრისტე უზენაეს უწოდებდა მამას, როგორ ეხა შენ ქრისტე უზენაეს როგორ უწოდებ? შენ თვითონ არ თქვი რომ მე და მამა ერთი ვართ, და შენ არ თქვი რომ სწორი ხარ მამის. სად თქვა იესომ ეგეთი რაღაცა? ამ ბრალდების საპასუხოდ იესო ამბობდა იოანეს სახარების 10:34-36 წაიკითხეთ რა წერია. ის ვინც მამამ ზეცაში წმინდა ყო, კარგად დააკვირდით, სხეულზე არ არის საუბარი. ზეცაში წმინდა ყო. და მოუვლინა ქვეყნად ეუბნებით რომ კრეხელობო, ანუ ღმერთს გქობო, რადგანაც თქვი მე რომ ღმერთიზე ვარო, იმას არ ვთქვი, მე თვითონ ვარ უზენაესი. არასოდეს იესოს ეგეთი რაღაც არც ფიქრადაც არ გავლებია თავში რომ რაღაცით ეფიქრა მასე რომ სწორი იყო. რაში იყო სწორი? აი რაში იყო სწორი დამისაბუდე დამისახელეთ ერთ რაღაცაში. იესო ქრისტეს არ შეეძლო საკუთარი ძალებით თავის აღდგენა.
თუ იტყვით რომ საკუთარი თავი თვითონ აღადგინა, მაშინ ქრისტე მამა გამოდის. ანუ ქრისტე მამა გამოყავთ ცხებული, იმიტომ რომ პავლე მოციქული აუზო მამამ აღადგინა მკვდრეთით. თუ გწამთ რომ იესო უფალია და არა უზენაესი და ღმერთმა აღადგინა ის მკვდრეთით, გადარჩენილები ხართ. ვისაც ეს არ სწამს, ის არ არის გადარჩენილი. ბევრი პოვის მოხდა. ასე რომ იესო ქრისტემ რაც დაანგრია, მისი აშენება არავის შეუძლია. რა თქმა უნდა, ხა ეს მუხლი და აქ უამრავი მუხლია, რაც მართლმადიდებლურ დოქტრინას საერთოდ ჰაერში ატრიალებს. რა თქმა უნდა, დამალეს ეს არ არის არც ვატიკანის ორგანიზაციიდან, არც კუმრანის ტექსტებიდან. ანუ არც ებრაული არის, არც ვატიკანის არ არის და იმიტომ არის უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი, რომ კოპტურია ეგვიპტის კუთვნილობა, ეგვიპტის უძველესი კუთვნის ეს. ძალიან მნიშვნელოვანია. საწავიდე ეს დაიგარგა რა. სამოციქულო მემკვიდრეობის სამოციქულო მემკვიდრეობა გვაქვს და მემკვიდრენი ვართ, მოციქულთა მემკვიდრენი ვართ და ის არიციან რომ ვისი სახელები არის ზოგადად ვინმე სახელები, ანუ იცნობენ ერთ ადამიანს, ვისაც იტყვიან რომ მის სახელები სიცოცხლეში არის ჩაწერილი? არ ვკითხო ხა. რა თქმა უნდა, სამოციქულოები არიან. სამოციქულოები კი არ არიან, არაფერი არ იცი. თავიდან ბოლომდე დაფიქრდით მეგობრებო, აი რატო კითხვა არ გიშდებათ რა. სახში სულ მაგაზე მაქვს ხოლმე საუბარი კაცო. მოდი რა ვაღიაროთ ერთხელ და სამუდამოდ მართლა გულწრფელად, თუ მართლმადიდებლები ხართ, საიდან იღებთ თქვენი რელიგია საფუძველს? ებრაელებით. ეს არის მტკიცებულება. თუ გადამამისამართთ, აი ბიბლიაში სოლომონმა იქ დაწერია უშენა. ბიბლიაში ეს. ბიბლია, ეხლა გაგახსენდა ბიბლია. ანუ შენი ძახი რომ მართლმადიდებლობა დაფუძნებულია ბიბლიაზე. აშენ მივიდეთ ბიბლიასთან და ბიბლიის კვლევარებთან. თქვათ, ბიბლია ვინ დაწერა? პირველად როდის დაიწერა? რომელ საუკუნეში ვინ თარგმნა? საიდან თარგმნეს? მივიდეთ ებრაულ ხელნაწერებთან. კუმრანის ტექსტებთან, ან რომელიმე რაბინებთან, იუდაურ წყაროსთან და პირველი ბიბლია არის ლათინურ ენაზე ნეტარი ერონიმეს თარგმანი ვულგატას სახელწოდებით. ეს იყო ძირძველი ბიბლია დღემდე, რომელიც თარგმნილი არის ებრაული გრაგნილებიდან. ესე იგი, ჩვენ საქმე გვაქვს არა მართლმადიდებლობის ღმერთთან, რომელსაც ამაზე იესო მიაჩნიათ, რატომღაც იესო არ არის ბუდისტ, მაგრამ ეგრეა. მივიდივართ იაჰვესთან. ანუ ებრაელების ღმერთს გადაყვანებინებენ 20 საუკუნე ხალხი. რომ ატეხილები ხართ, რომ იაჰვეო, ისაო. ნებისმიერი ხატი ნახეთ რუსეთში, ცაბაოთი აწერია. ცაბაოთი არ არის არც რუსული, არც ქართული, არც ინგლისური და არც უცხოური ტერმინი. და სიტყვა. ცაბაოთი არის ებრაული სიტყვა. ადონაი ცებაოთ. მაედიტოდ მეშკინოთ თეხავ ადონაი ცებაოთ ებრაულად. და ებრაელები ეზიზღებიან და რატომღაც ის სახელი ცაბაოთი რომელიც აქვს, ის არ ეზიზღებათ. ის კარგია. მაგრამ იაჰვე ყურში ცუდად ხვდება და აი ხა იაჰვე მართლმადიდებლებს არ ევასება და აი. იაჰვეს გამო არ იყო რომ ხალხს თავში ტაბურეტკებს და იმებს უთხოვით და უნგრევით ყველაფერს. მაგ იაჰოვას სახელის გამო და იაჰოვას სახელის გამო არ დასინოდით ხალხსა. 90-იან წლებში ხა. მახსოვს მე რა დღეს შეგდებდნენ ხალხსა, პატარაობისას ქუჩაში რომ გამაჩერდნენ მართლმადიდებელი ხარ მეკითხებოდნენ პირველ რიგში. შეუეთყოდი რომ არა ვარ, მცემდნენ. ანუ მცემდნენ ხალხს ფაქტიურად ვინც იტყოდა რომ მართლმადიდებელი არ არის. და თუ იტყოდა თუ მართლმადიდებელი არ ხარ, ესე იგი იაღველი ხარ. ასოცირდებოდა შენი უარყოფა მართლმადიდებლობის იაღველობასთან. უცბად როგორც ბიბლიიდან რაღაცას იტყოდეს, ო იაღველი ხდებოდი. იარლიხს გაწებებდნენ ეგეთი რა. მახსოვს ეს ამბები და იყო ესეთი ადამიანები და ეს დღეს ეს ადამიანები გადააშინა ღმერთმა, გაყარა, გამორიყა, ზოგი სადაა, ზოგი მოკვდა, ზოგი ჩაძაღდა. და ჩამოვიდნენ ნაგე ინდოელები და პაკისტანელები და რავი გაივისო ხალხი სხვადასხვა და დამეჯერეთ რომ ღმერთს აი ესეთი გულწრფელი ხალხი, ესეთი ხალხი უფრო მოსწონს. აი ამ ღვთისმურთხეულ ჩვენს დედა სამშობლოში ვიდრე თქვენნაირი გადახსირებული და სულ გახსნილი ნაბოზრები. რომელიც გადაგახვეწათ ამერიკაში, სადღაც
ამერიკა თურმე ეშმაკისეული იყო და იქ წავიდნენ სადღაც უკანალში. და ეხა იქ ამერიკული დოლარები კარგია და ამერიკა ეშმაკისეული, მაგრამ დოლარები კურთხეულია იქ. ო. და ამერიკიდან მოდის განყოლება თურმე და აქ ჩვენ ყველანი წმინდანები ყვანან. აი ამათ პატრონს ამათი. საწუდაობი არის მეგობრებო, აი არც უნდა დაგწყდეს გული, საერთოდ არც უნდა მოგეშალოს ნერვები ამათ შემხედვარი რა. კაცმა ბიბლია წაიკითხოს და მგდელი გახდეს, ეს არის კატასტროფა. კატასტროფა. სულ ამათ გამოფხიზლებაში ვარ, მაგრამ საღათას ძირით მიძინებულ ვერაფერი აღვიძებს. ისე ღრმა საწამლავი აქვთ მიღებული საუკუნეების მანძილზე, ყველაფერი გადაკეთებული, შედეთხნილი საწყალი კაცობრიობა. მართლა მეწოდება გულით პირველი ბიბლია არის ნოეს წიგნი, ეფუთი და არაფერი აქვს საერთო ებრაელებთან. იახვე არის ებრაელების ღმერთი, ანუ ამ წუთისოფლის სატანა. ხო, მართალი ხარ, იახვე არის ებრაელების ღმერთი, მაგრამ წუთისოფლის სატანა იახვე არ არის, მაგაში ვერ გეხნახა, იმიტომ რომ იობის წიგში სატანა ადის იახვესთან და ეუბნება რომ იობის დასჯისნება რომ მომეციო. აბაო გაიწოდე ხელი შენს მსახურზეო თუ პირში მობარდა გიწყოს. ანუ სატანა არის ბრამდებელი. ეს არ არის იახვე. იახვე სატანაზე საშიშია. დები დაჟე სატანაც მიდის და ეუბნება ნებართვა მომეციო რომ იობი გავამწარო. იახვეს ნებართვის garaში არავითარი ძალაუფლება არ აქვს უკეთ ანგელოზებს დასაჯონ მართალი ადამიანი. დაჟე იაკობი მართალიც რომ მე ჩაუგდე ყაჩაღებს ხელში იახვე ამბობს. ანუ რატომ რამდენად საშიში აქვს დები სამუნები ვისაც აკითხული აქვს სამუნებში ხაზგასმით არის მე 77 სამუნე თუ არ ვხდები იახვემ უბრძანა უკეთ ანგელოზებს შესულიყვნენ ეგვიპტელთა ყმებში და დაეხოცა ყოველი მამრიო. აი ესეთი შურის მაძიებელი არის მეომარია იახვე. არ პატიობს არავის და მამების წოდების მის მეოთხე და მესამე თაობა შვილებში მომკითხავი არის. ანუ ეს არის თქვენი ღმერთი? ვეკითხები ქრისტიანებს. ეს არის სამება? აი ყველანაირად მიყვეთ რა, ჯერ ერთი სამება არ არის სამოციქულო სწავლების ანუ ღირსება არ აქვს. იმ დონეზე, იმიტომ სამოციქულო დროს სამებაზე სწავლება არ იყო. ეს სწავლება პრაქტიკაში არ იყო. არც თომა, არც იესო, არც პავლე არ იცნობდნენ სამების დოგმატს. ეს არის საეკლესიო მწერლების გამოგონება, რომელიც პირველად ტერტულიანემ შემოაგდო 213 წელს, სხვათა შორის ბევრი ეცადა რაღაცა, მაგრამ სამება მისი დამსახურებით არსებობს. სიტყვა ტერმინ სამებაზე ვიცახი და არა კონცეფციას. სამების კონცეფციები იყო, მაგრამ თვითონ სამება პირველად ტერტულიანემ ახსენა. მერე უკვე აიტაცეს რა, რამდენები არიან ტყუილისკენ რო ისწრაფენ, ოღონდ ტყუილი თქვა, სიმართლე არ თქვა. აი სიმართლეს ეტყვი და მტრად გექცევიან. ეს ეგრეც არის. ეს ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ იესო ამ თქვა პირველად წუთისოფლმა მე მომიძულა. ძალიან კარგი, აქაც ამობს ახე თომას სახარებაში. გიხაროდეთ, როცა თქვენ გძულობენო. რადგანაც რომ ხა წავიკითხო ის მოხდა დაიცადე, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი სახელმძღვანელოა ფაქტიურად თომას სახარებაში, აი არაფერი ზედმეტი არ არის რა. ყველაფერი აი არის ზედმიწევნით. რაც საჭიროა ის სათქმელი გადმოცემული. დანარჩენი ახალახმაში 4 თავში ხო აქედან ხოდაშორის ემთხვევა 4 თავში რაღაცეება კი იესოს იგავები, მაგრამ დანარჩენი მე ვფიქრობ რომ მე ამათმა შეთხსეს რა. მე ვფიქრობ რომ ეს იყო თავარი, რაც იყო ეხა თომა არ ჩაიწერდა იესოს სიტყვებს და ვიღაც სხვა ჩაიწერდა ლუკა და მარკოზი კარგი არ გადამრიოთ რა. რა თქმა უნდა თომა უფრო ჩაიწერდა, იმიტომ რომ იცნობდა პირადად ქრისტესთან ურთიერთობა ქონდა და თელის სიცოცხლე იმასთან იყო და ის ნათქვამები რაც იყო აიღო კაცმა და ჩაწერა და შეინახა. რატო არის ეს უფრო არ დასაჯერებელები და ის დასაჯერებელები, რომელიც ამდენ წინააღმდეგობა ერთმანეთში? ლუკა და მარკოზზე მაქვს საუბარი. ხო, აი 72. ნეტარი ხართ თქვენ, როცა თქვენ სძულხართ, ანუ გძულობენ და თქვენ გდევნიან და ვერ პოვებენ ადგილს იქ, სადაც გდევნიან. აქ ცოტა სხვანაირი თარგმანი არის, მე ვნახავ ახლა კოპტურში როგორ არის. ნეტარი ხართ თქვენ, როცა თქვენ გძულობენ, ანუ სძულხართ და თქვენ გდევნიან და ადგილს ვერ იპოვნიან იმ ადგილას, სადაც გდევნიდნენ, ანუ გულში. ვერასოდეს ვერ გაანალიზებენ, რის გამო დაგიწყეს დევნა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე როდესაც ამიკრძალეს სახურება გალობა ხო ტაძარში, დღემდე ვერ ხვდებიან რის გამო ამიკრძალეს. იმიტომ რომ ჯერ პატრიარქთან უნდა დაეკითხო, პატრიარქს არ დაეკითხეს, თვითონ გადაწყვიტეს
და მე რომ ვეუბნები რომ ბიჭო დელი ორცოლიანი არ შეიძლება იყოს მსახურებაში მით უმეტეს წვერგაპარსული და უნდა იყოს მოშებული წვერი აი ერისკაც ხო უნდა კონდეს მაგრამ დაჟე ერისკაცისთვისაც არ შეიძლება წვერის მოკრეჭვა და წვერის გაპარსვა მით უმეტეს მღვდლისთვის ჯურის კანონით თუ ხელმძღვანელობენ საერთოდ მართლმადიდებლური წესით თუ ხელმძღვანელობენ ეგეც აი საკითხავია არა ხელმძღვანელობენ რა თქმა უნდა რო ხელმძღვანელობენ მაგას როგორ გააკეთებენ კარგი ის მღვდელი რომელიც არის პედოფილი მამათმავალი ცოდვილი თუ რავი რა ჯანდაბაც არის ხო ის ყავს ეპისკოპოსის ხარისხი და მე ლევან პეტრიაშვილმა თომას ახარება წავიკითხე კითხვები დავსვი რომ იუდა და იაკობი იესო ქრისტეს ხორცელი ძმები იყვნენ მარიამის შვილები იყვნენ იოსებისგან ამის გამო ლევანის სახურება უგრძელეთ იმიტომ რომ მარადქალწულობის რაღაცა ზღაპრებს შევეწინააღმდეგე ჯერ ერთი ეს ღვთისმშობელზე არ წერია მარადქალწულის არის მოგონდილი ამბავი მარადქალწულობის ისტორია მოდის საერთოდ მარიამის გაღმერთებიდან და მარიამზე ლოცულობენ რომ შენი დამსახურება არისო რომ ღმერთი გაგვიჩინეო რა ვიცი მარიამი და მე მარიამზე ამოიოხრეს უკვე ბოლომდე ამოიღეს თავის ლოცვები და ახლა დედამის ანას დაუწყეს მარიამის დედას ანას დაუწყეს ლოცვები აი შენ ვარ ყოფილიყავი და მარიამი არ გაგეჩინათ საშინელებები რა აი უკვე აღარ იციან რა მოიფიქრო მარიამის დოგმატი შემოიღეს 351 წელს ეფესოს კრებას მარიამოლოგია შეასწავლის მარიამის გაღმერთების ანუ მარიამი ღმერთად აყავს ხო ტაძარში შედიხართ კანკელზე იესოსი და მარიამის ხატი არის ანუ ორი ღმერთი არის იესო ქრისტე და მარიამი ორივე ღმერთია იმიტომ რომ იესოს მარიამის გამოსახულებას ეძახიან სულიწმინდას ანუ დედას მართლმადიდებლობაში სულიწმინდა ასოცირდება დედასთან და დედა კიდე მარიამი არის ანუ ღვთისმშობელში ესენი პირდაპირ სულიწმინდას ხედავენ და უწოდებენ დედას დედა ღვთისას სულიწმინდა ჩაისახა და მარიამი გახდა სულიწმინდა იმიტომ ვაუნებოდეთ გნოსტიკოსები და იქ სახარებაში წერია როგორ შეიძლება ქალმა ქალი დააორსულოს ან მარიამი არ შეიძლება რომ იყოს ღმერთი ამათმა არა აი იესო გაგვიჩინა ესე კი ღმერთია ღმერთი ახლა გააჩინა ესე კი ღმერთია თვითონაც აი საფლავიერი პოვის და რაღაც ზღაპრები რა მასე რომ წავიდეთ ხო ყველა ვინც ბიბლიას ვკითხულობთ ღმერთები ვართ გვეუბნება წერილი 91 ფსალმურის მე-6 მუხში თქვენ ხართ უზენაესის ძენი ებრაელებს მიმართავს ებრაელებს მიმართავს ჩვენ კი არ გვიმართავს ჩვენ ვაფშე არც გვაქცევს ყურადღებას მარტო თავის ხალხი ამოირჩიო და თავის ხალხს მისცემ თორა ჩვენ ვართ ზედმეტი მაგრამ პავლიანოს თუ დავემყნეთ იმ ფესვი წმინდა მაშინ ტოც წმინდა თუ დაემყნე მაგ შემთხვევაში შენ წმინდა მაგრამ არ დაგავიწყდეს თუ ის ტოტები გადატყნენო შენ არი ამპარტავნო შენც არ მოგკვეთოსო თუ ისინი არ დაენდო ბუნებრივი ყლორტები შენ აღას გიზავს ასევე ჩვენც თუ არ გავითასებთ რომ ჩვენ ფესვი უკავი ვარ და არა ჩვენ გვიკავია ფესვი პავლე კარგად ამბობს ხო მაშინ ჩვენ ვიქნებით წმინდა იმ გაგებით თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ ის თორა რაც ებრაელური ბიბლია თუ რაღაც არის იმაზე ვდგავართ და არ გადავდივართ დამყნობილი ველური ყლორტები ვარ და ფესვი წმინდა ჩვენც ვიწმინდებით ამის მეშვეობით წმინდა წერილის მეშვეობით ესე იგი წყარო როგორც ოქროპირი ამბობს არის წმინდა წერითა ხშირი ურთიერთობა და არა ტაძარში უაროზრო სიარული და უაზრო ლაყაბობის მოსმენა რომელიც გაუთავებად მიმდინარეობს რაღაცა ტიპიკონის წესით რომელიც არ მესმის ხალხო ეს არ არის ჩემთვის ეს არის საბაწმინდა და რაღაცა მონასტრებისთვის განკუთვნილი ტიპიკონი რომელიც არის ბერმონაზვნებისთვის ვისაც ესმის ეს ცხოვრება ვისაც არ ესმის და არ აქვს სურვილი გახდეს ბერმონაზონი თუ მარტომყოფი და გასული ჯერ ეგეც არასწორი არის რომ გადიან მარტო იმიტომ რომ ყველა ადამიანი ჩვენ თავში უკვე მარტოები ვართ ანუ მონაზონი რას ნიშნავს როგორც თომას ახარებაში არის მონაზონი არის ის ვინც საკუთარ თავში იპოვა სინათლე და გახდა სინათლის შვილი და არა სადღაც გაიქცა და დაემალა ხალხს არა ყველაზე დიდი ვაჟკაცი და გამძლეობა ასე ვთქვათ ყველაზე დიდი ქრისტიანი არის ის ვინც ერში ცხოვრობს და ერში ანათებს იესოს არ უთქვია რომ წადი და დაიმალე ან დამუნჯდი იესომ თქვა რომ ნათელი რომელიც შენში უნდა ანათებდეს კაცობრიობას და სასანთლეს არ დგავენ მაგიდის ქვეშ, არამედ მაგიდაზე რომ განათოს ოთახი. და ეს ოთახი კაცობრიობა სამყაროა და ნათელიო შანდარი და სინათლე ვარ ჩვენ ქრისტეს შემეცნებით, რადგანაც ქრისტე გაწუხდა ჩვენში, ჩვენგანაც უნდა გამოდიდეს სინათლე, რომ ხედავდნენ ჩვენში მამაზე ციერი სინათლეს და ადიდებდნენ მამასა თქვენსაც ეცათასაო. არ არის ეს იესოს სიტყვები, გაიხსენეთ რას ამბობს? რომ დაგინახავენ რომ თქვენ და გამოდის შუქიო და საოცარი სინათლე და სიყვარული. ადიდებენ მამასა თქვენსაც ეცათასაო, იმიტომ თქვენც უზენაესის ძეები და შვილები ხარ და მისი სინათლის მატარებლებიო. იესომ მეგობარი გიწოდაც, მაგიწოდა, რა ვიცი, მე არ მოვედი რომ შენ მემსახურო, მე მოვედი რომ მე გემსახურო.
დღემდე იესო გვემსახურება შუამდგომლად არის უზენაესთან, ხო? გვემსახურება, იმიტომ იცი ჩვენი უძურებანი, ჩვენი ტკივილები, ჩვენი ყველაფერი. და თვითონ არის, თვითონ განიცადა, თვითონ გაიარა ეს ყოველივე, თვითონაც ტკიოდა, თვითონაც ატკენდნენ გულს. პირველი იყო ქრისტე, ვიზეც ამბობდნენ, რელიგიური ხალხი ვინ ტაძარში დადიოდა. ეშმაკეულია ქრისტეს ნუ უსმეთ მაგასო. აი ეს რელიგიური ხალხი ამბობდა, ვინ ტაძარში დადიოდა, ღვთლებთან. ღვთლებმა მოკლეს ქრისტე. დღესაც აი პირდაპირ თავის პირით ღვთელი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენო ქრისტეს კლავთო და გაჭმევთო და ესო ქრისტემ გითხრაო. ქრისტეს არ უთქვია, ქრისტემ თქვა, რომ ჩემი ხორცი ზეციური პურია, რომელიც ეძლევა დაფარულად მის მიმღებლებს. კაცის ძის სისხლი და ხორცი არ არის მატერია, არ არის ადამიანის ფიზიკური სხეული. კაცის ძე ეს ზეციური არსება, ზეცაში მყოფი, რომელიც არის გააზრება მისი სიტყვის. ფარული მანანაა, ხო როგორც წერია, თქვენ მამამებმა ჭამეს მანანა დაიღუპნენ, მაგრამ მე ჩემი მჭამელი, ჩემი პურის ჭამელი იცოცხლეს მარადეულად. როგორ ეხა იუდამ ჭამა ეს პური, ქრისტეს ხორცი და სისხლი, ასაც მართლმადიდებლები ეძახიან, კათოლიკები, მაგრამ იუდა წარწყმდა. და ეგეც ვერ გაუგიათ, წარწყმდა თუ იესომ წარწყმიდა. თუ თავისი წარწყმდა, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს იესო ქრისტე, რომ არავინ წარმეწყმდავს გარდა ძე იგი წარწყმედისა. არავინ წარწყმინდე იგიო. მე წარწყმინდეო, იმიტომ რომ აღსრულებული იყო წერილიო. იესოს ნებართვის გარეშე არავის არ აკუფლება, ვერც ხონების და ვერც წარწყმედის. ანუ თავისით იუდამ რაღაცა იფორთხინა, ეგეთი რაღაცა არ ხდება. იესო მაგ სახარებაში, იოანეს სახარებაში, მე-18 მოხში პირდაპირ ამბობს, მე დავუღუპე იუდა. იმიტომ რომ აღსრულებული იყო წერილი. არავინ დამიღუპავს გარდა დაღუპვის ძიზა. მაგრამ იქ დაღუპა არ მოედა, გადააკეთეს რა, როგორც ეხერხებათ, ჩაწერეს დაღუპულა. მაგრამ 18-9-ში პირდაპირ წერია, არავინ დამიღუპავს. და ამბობს კიდევ სხვა ქრისტე, ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ერთი ღერის თმის გათათრების ძალაც კი არა გაქვს, წარმოგიდგენია, აბა გაზარდიან და აპატარავი შენი თავი. არ შეგიძლიათ არაფერი. ანუ ქრისტე ამბობს, რომ თუ თქვენ იწამეთ ამ თასრულ ტყე გადაადგილდება, ეს მართლა მთაზე კი არ არის. შეუძლებელი შესაძლებლობაზე არის საუბარი, თუ შენ ნამდვილად გწამს ქრისტეს სიტყვების. ქრისტეს ეშმაკებსაც წამ. თრთიან რომ შენ ხარ უზენაესზე კი აღიარებენ კი, მაგრამ ქრისტეს წმენა ნიშნავს, რომ მის სიტყვებს ეპატები და შენთვის ეს იყოს მარგარიტები. აი ეს ინახავდი სულ ეს. კი არ ინახავდი, ყოველდღიურად იაზრებდი და ის ცხოვრებაში გააპრაქტიკო რა. პრაქტიკოსი ქრისტიანი კი არ უნდა იყო. ცდილობ ქრისტიანები იყო, არა, ქრისტიანები არ ცდილობენ რომ ქრისტიანები იყვნენ. ქრისტიანები ადასტურებენ რომ ისინი არიან ქრისტიანები და არ ცდილობენ რომ იყვნენ ქრისტიანები. როცა მოციქულები აქ თომას სახარებას შეუნებიან, როგორ ვილოცოთ, როგორ ვიმარხულოთ, როგორია ჩვენთვის სასურველი მარხვა, რა ვჭამოთ, რომელი საკვები ავჭამოთ, იესო ქრისტე პირდაპირ ეუბნება. ნუ იტყუებით. განაის რომ ნუ მოიტყუებით მომავალში, არა, ნუ იტყუებით, უკვე ტყუილია. როცა შენ ადამიანს ლოცულად აჩვენებ თავს, მარხულად აჩვენებ და კეთილსინდისის ადამიანი, შენ უკვე მატყუარა ხარ. იმიტომ რომ შენ გულში არ არის კეთილი განწყობა, არც ლოცვისადმი, არც მარხვისადმი. ამიტომ უცოდებით იმძიმებენ თავსა, ვინც მარხულებსო. მარხვა უნდა იყოს სულის მარხვა. როგორც სამნებში წერია. დავით ანგეო სულის მარხვით, ჩემი სულის მარხვითო ზეზეურად ჩამოვხმი. წარმოგიდგენია? აი სულიერად მარხული ადამიანი არის ფიზიკურად გამხდა. იმიტომ კი რაღაცას არ ჭამს. მარხვა ეს არის დაცვა, უფლის სიტყვასთან მუდმივი ზიარება, უფლის წერილის მუდმივი კითხვა. არა ესაც მე ვეწევი. ეს არის მარხვა. და არა იქ რაღაცა ყბაში ჩაიგდო და სამარხო კატრედი გასუნთქო, გაიგდო ყბაში, ეგ არ არის მარხვა. იმიტომ პავლე ამბობს, რომ საჭმელი ღმერთთან ვერ მიგვაახლოებს. ღმერთი ორივეს გაანქარებს, საჭმელსაც და მუცელსაც. აზრი არ აქვს, ანუ ვიღაცა თუ რაღაცას არ ჭამს, ეშმაკი საერთოდ არაფერს არ ჭამს. ვერ აჯობებ. ვიღაცა თუ ღამეებს ათენებს ლოცვაში და დილასაღამო ტიპიკონებს კითხულობს და მონასტერში არის გადაწყავებული ეგ მუხლები დილასაღამო ღამის თევებით, ეშმაკი საერთოდ არ ზინავს, მაგაშიც ვერ აჯობებს. ერთადერთი ისიც ვაჯობებს, ეს არის გააზრება საკუთარ თავში, რომ ვისგან ხარ, საიდან ხარ. რომ შენ ქრისტეს საძმოს წევრი ხარ და ქრისტეს სინათლიდან ხარ. ამას როცა გაიაზრებ და ქრისტეს ცნობიერებით იცხოვრებ, ეშმაკს უკვე შენი ეშენია. ანუ შენ უკვე გამარჯვებული ხარ. შენ უკვე მძლევრი ხარ, როგორც ქრისტიანს გამარჯვებული, ჩემს გვერდით დავისვავ, როგორც მე ვძლია თვითმსოფლმეს, ავედი მამასთან და დავჯექი მამა ჩემის გვერდზე. გვერდით მოვისვავ, ძლეველს, ანუ გამარჯვებულს. ეს გამარჯვებული არის ადამიანი, რომელიცაც ეძლევა ის დაფარული ქვა, ქვაზე არის სახელი ღმერთის და დაფარული მანანა, რომელსაც აძლევს მხოლოდ მას, ვისაც აირჩევს, ანუ მხოლოდ
მძლეველს ეძლევა ის ქვა. თეთრი ქვა გამოცხადებაში. და ეს თეთრი ქვა არის ზუსტად სინათლე, რაზეც ჩვენ გელაპარაკებოდით ახლა. საიდუმლო ლოგოსი, აპოკრიფო ლოგონ, როგორც თომას სახარება იწყება. ეს არის საიდუმლო სიტყვა, რომლის ამხსნელიც არ იხილავს, არ იგემებს სიკვდილს. ხდებით? აღარ არსებობს, იმიტომ რომ სინათლისგან ხარ შექმნილი და შენ თუ სინათლის თანაზიერი ხარ და ერთი ხარ სინათლესთან ერთად და იმერთობაში ერთი ხდები, შენ უკვე სიკვდილის სიცოცხლეში გადადიხარ, შენ უკვე მკვდარი აღარ ხარ. მკვდარი არის ეს ადამიანი, ვინც აი დადის სუნთქავს და არ არის იმ სინათლესთან თანაზიერი. ანუ ხდებით რა იხსნება? მთელი მეორე საუკუნემდე არსებული სამოციქულო სწავლება იხსნება, რომ ისინი იყვნენ სინათლის შვილები და ისინი თავს არ უწოდებდნენ ქრისტიანებს. მათ წარმართებმა ანტიოქიაში დაარქვეთ ქრისტიანები, თორე ისინი უწოდებდნენ თავს სინათლის შვილებს. ისინი უწოდებდნენ თავს, რომ ქრისტე არ იყო უბრალო ადამიანი, არამედ ის იყო სინათლიდან, ნათლისგან. რომელმაც მოგვიტანა ძიერება და შეერთება მამასთან ამ სინათლეში. და ამ სინათლის თანაზიერი გაგხადა და შენ გაგხადა ნათელი. ისეთივე ნათელი, როგორც თვითონ იყო ნათელი, რადგანაც ეს ნათელი არ არის შემოსაზღვრული დროით, დრო თქვენთან ვარ. მუდამ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. იესო ქრისტე კი წავიდა და ამბობს, რომ მე თქვენ აღარასოდეს აღარ ნახავთ ამ პერიოდში, ამ სხეულში აქ. მაგრამ თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე წუთისოფლისა. მუდამ თქვენთან ვარ. როგორ? იმიტომ რომ ქრისტეში გუშინ დღეს და ხვალ არ არსებობს. ქრისტე არის ამ ყოფიერება, ანუ ქრისტე უკვე არის. აი მაგას უნდა რომ მაგი ამბობდა თომა, რომ შენ უნდა გაიგო, რომ ქრისტე უკვე შენშია. სანამ არ გამოისახება ქრისტე და სანამ არ გაბრწყინდება თქვენს გულებში ქრისტე, არ გამოისახებაო პავლეს მისიონერობაზე ეგ არის, ანუ დიაკვნობა ეგ არის, რომ შენში გამოისახოს ქრისტეს სინათლე. ხდებით? მთელი სამოციქულო მოღვაწეობა ეგ არის, ხალხო დადიოდნენ ისინი და კარ ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას. და არ ქადაგებდნენ, იმიტომ რომ ქრისტე მოკვდა აღდგა, ხო, გასაგებია, ხო, რაღაცა წერილები რაღაცა, მაგრამ წერილები და ქრისტეს აღდგომა შენ ვერანაირად ვერ მოგანიჭებს სრულ ინფორმაციას. ანუ არავითარი კავშირი არ აქვს შენს ხსნასთან, მეგობრებო. შენ მოკვდა იქ ვიღაცა რაღაცა და შენ თუ არ გაიაზრე რისთვის მოკვდა, შენ აზრი არ აქვს ესეთ რაღაცა. შენ ვერ გიხსნის ის რაღაც ინფორმაცია, უბრალოდ რომ ქრისტე მოკვდა აღდგა, ხო, აღდგომა სულოცავენ და ერთმანეთს სახეში ურტყავენ მუშტებს. და გეკვლელობებიც გახშეთ. ის რაც დღეს ოფიციალური ეკლესია ასწავლის, არის უდიდესი მწვალებლობა და უდიდესი ტყუილი. აი მაგ ხსნასთან დაკავშირებით, რომ აღსარება, ზიარება, აი ჩოდები ჩაგვაბარე, კეთილ განწყობას ადამიანში ვერ მოიტანს ძველი აღთქმის ტაძრის ღვთაება, რა თოდვისათვის გამოსყიდულია, გადასახდილია საფასური და აღარ არსებობს სხვა საფასური თოდვის გამოსასყიდა. და ზოგადად აღდგომის და ამაღლების შესახებ სწავლება იუდაიზმში უცხო არ იყო, იმიტომ რომ ელისეც აღადგენდა მკვდრებს, ელისეს გარდაცვლილის სხეულს აღადგენდა მკვდრებს და ელიაც აიტაცა აღამაღლა ზეცაში და ენოქიც აიტაცა ზეცაში. ასე რომ იესო ქრისტე თუ ამაღლდა და აგერ იქ ვიღაცა მკვდრები გააცოცხლა, ეს უცხო არის. ვიღაცა თუ წყალზე დადის და იესო წყალზე დადის, ეხაც დადიან წყალზე. ეს არ არის პრობლემა. დრომოსემ რაც სასწაულებიც გააკეთა ეგვიპტეში, იგივე გააკეთეს ფარაონის ქურუმემაც, ანალოგიურად იგივე გააკეთეს. ანუ დღევანდელი ეკლესია არის ეგვიპტე. იგივეს ბაძავს, რასაც ქრისტე აკეთებდა. ბაძველი, მიმბაძველი, მაგეთო ქვია ანტახრისტეოს ნიშნავს მსგავსი ქრისტესი ლათინურად. და არა მოწინააღმდეგე. ანტე სიტყვა ლათინური, ძველი ლათინური არ ნიშნავდა მოწინააღმდეგეს. ანტოს ნიშნავს მსგავს, იდენტურს, იდენტური ქრისტეს. მეორე ქრისტე, ქრისტეს ნაცვალს, უბრალოდ ნაცვალი უფრო კაი სიტყვა. ანტიქრისტე ნიშნავს ლათინური ტერმინით ქრისტეს ნაცვალს, დედამიწაზე. მოკლედ, მრავალი მაგალითია ძველი აღთქმაში, არაფერი კავშირი არ აქვს ხსნასთან. დღეს რასაც ის გამოსყიდვის დოგმას ეძახის ეკლესია. რადგან ქრისტე იმისათვის არ მოკვდარო, რომ შენ ისეთ ცოდებში დარჩენილიყავ. ქრისტე შემეცნება ჭეშმარიტებასთან მიმართებაში და ის რაც თქვა, შენ გეხება და არა სხვა შენს მაგივრად. რო გარბიხარ მკვდელთან, აბა, როგორ იმას ქრისტე გეონება და დამორჩილდი ქრისტეს რა. დაყალბულდი იმაზე, რასაც ქრისტე გეონება. ნუ გარბიხარ ვიღაცასთან, ის დაღუპულია. თვითონ დაღუპული შენ როგორ უნდა გადაგარჩინოს? შენ უნდა გადაარჩინე, შენი გადასარჩენია მკვდელი. გამოიყვანო, გაიხადე კაპა, უნდა უთხრე გამოდი მაქედან. კაპა კი უნდა ჩაიწოდე, იმასთან კი უნდა შეეტენო უკანალში. უნდა უთხრე გამოდის, მოგვეწეულა, კაპა არ ჩაიწვა. აი ეს უნდა გააკეთო. თუ ქრისტეს მინდოვარი, თუ ქრისტე კაბებით არ დარბოდა იქ და სასაცილოებით ხელში. ქრისტე თითისქნევით არ ელაპარაკებოდა ხალხს და არ ასწავლიდა ჭკვას. ეუბნებოდა თუ არ გინდა წადით, არ გიჭერთ. არავის არ ეხვეწებოდა იქ მოდით 10 საათზე წირო მაგ ხვალ პარაკლისს ვიხდი, აქ წამოდით.
ზეგაგეკ სადღაც მივდივარ ბორჯომში რაღაცას მონასტერი უნდა მოვილოცო. არა, იესო ქრისტე ეგეთი არ იყო. ხალხო, დაემსგავსეთ ქრისტეს რა, მიბაძეთ ქრისტეს ყველაფერში, ეს არ არის შეუძლებელი. რომ ქრისტემ თქვა, ძეს ჭეშმარიტად შეუძლია თქვენი გათავისუფლება წოდებისგან. რახან შეუძლია, რახან თქვა, ესე იგი მე მჯერა რომ ის გარდაქმნის ჩემს ყრალ ქმედებებს და ჩემს ყრალ ცხოვრებას. Τώρα სრულად ვენდობი მის სიტყვას. თუ არ ვენდობი და ვიღაცას ადამიანზე ვამყარებ იმედები, მაშინ წეული ვარ. მე თუ გდელთან გავბივარ იქა და უკანაში უძრები მე იქ ვიღაცა შავკაბიანს. მე უკვე ქრისტეს მოღალატე ვარ. ამაზე პასუხს მომთხოვს მე ქრისტე. მე ვთქვი რომ შენ რო გეუნებოდი გელაპარაკებოდი ამდენ რაღაცას და არასდროს არ დაინტერესებულ ხარ. მე რასთან მქონდა საქმე და რატო გელაპარაკებოდი? რატო მეუნები უფალო? მე შენ არ გიცნო. ვიდრე გეტყვისა კი არ მოერიდება. არ გიცნო. რატო მეუნები უფალოს? შენი სიკეთეები რა გააკეთე ვაფშე განულდება შენ თუ ელემენტარული არ უარყავი ეს მართლმადიდებლობა და ეს საზიზღრობა ღდლობა რასაც ესენი ეწევიან სად გაგონილა ხალხო ყოლზე ჩაყო პურები ჩაფშონა და ყოლზე ჩაყო და რაღაცა სისულელები გაკეთო ქრისტეს სისხლს გასმეთო აი სადაც თქვა იესო ქრისტე აი მანახეთ მუხლი ახალაქმიდან სადაც ეგანოს მასე რომ გაიგეს პირდაპირ გაგებით იმიტომაც მიატოვეს იესო ქრისტე მოწაფეები და ჩამოშორდნენ მას აღარ მისდევდა არავინ. და მე პეტრესაც უთხრა, ხო, თქვენ ხო არ გინდა წასვლა და არა ჩვენ ვისთან წავიდეთ საუკუნოს სიტყვების შენაგაკო. ანუ იმას არ უთქვია, რომ ხორცი და ხის სისხლის გვაჭმეო. პეტრემ გაიგო ჭეშმარიტად რას სიყვარს. საუკუნოს სიცოცხლის სიტყვების შენაგაკო. ანუ სიტყვის ჭამა, ჩემი ქადაგება. ანუ აი მის თქმა უნდა პავლეს. ამიტომ უთხრა, პეტრე შენ ხარ კლდე დამკლდეს დავაფუძნებ ჩემ ეკლესიას. შენ ეს სისხლი და ხორცმა კი არ გაგიცხადაო, მამაც შემაზე ციერმა გაგიცხადაო. ანუ აქ არ არის ფიზიკური, არ არის ადამიანის სისხლი და ხორცი. ამიტომ ქრისტე რო აღდგარა მატერიაში, არ ყოფილა რაღაცა ძველებური ცოდვილი სისხლი და ხორცი სხეულში. ძველები და ხორცი ქონდა, მაგრამ ის არ იყო ის ცოდვადაცემული სხეული. სხვა სხეულით იყო, ანუ მას შეეძლო გაუჩინარება. ჩვენ სხეულს არ შეუძლია გაუჩინარება. ანგელოზებზე მაღალი გარდაქმნა ის ანგელოზებზე მაღალი და გაუცებულები უყურებდნენ ქერუბიმის სერაფიმებზე მაღლა მამის გოლიდაში. ჩვენი სხეული ძის სეცაში ხალხო რამხელა სიხარულია და ჩვენი სიხარული გვაქვს საერთოდ როგორ გვექნება თუ არ ვიცნობთ ქრისტეს ნამდვილ ქრისტეს რომელიცაც არ ვიცნობთ და არც გაგვაცნობენ ასე წელი ეს მოდლები რა და თვითონ ჩაანაცვლეს თავი თვითონ არიან ეშმაკის დემონების მსახურები ეს არის სიმართლე და ვინც ამ სიმართლეს და ამ ჭეშმარიტებას ებრძვის ყველა არის დემონის მსახური გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ დემონებს წირავენ ეგენი მსხვერპლს. ეს არის არცეთ სამოციქული ტრადიციაში ეგეთი რაღაც არ არსებობდა. არც ერთი მოციქული ეგეთ ფანტაზიებს არ ხსავდა, რაც დღეს ეკლესიაში ეს ამ გამყრეს სამყარალე ხდება რა. რა უნდა მკვდარს ტაძარში ხალხო, ეს არის შებილწვა, მთლიანად ტაძრის შებილწვა, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. რა ხდება ეს ხალხო, აი გამოფხიზდით რა. მკვდართან შეხება აკრძალული იყო. მე ერისკეს შეექმნა ტაძარში არ შეექმნა. ტაძარში მithumetes ვაფშე არ შეიძლება მკვდართან მიახლოვება. ესენი ტაძარში კრძალავენ. ტაძარში არიან საფლავები ტაძარში აქვთ ეს ცხოველში სავსე არის მეფეების საფლავი. როგორ შეიძლება ხალხო ეს არ მესმის უბრალოდ რა. რა უნდა საფლავს იქ მკვდრები და მკვდრების ისინი გამოსახულებები და სულ რაღაცა ბოზობა რა თავიდან ბოლომდე სულიერი მეძავობა. ღმერთი ეუბნება არ დაიკეტო დედაკაც მამაკაცის გამოსახულება არა ესენი მარიამი და იესო ორივე ღმერთია. მარიამი ღმერთია, კი, სადეძახიანო და შედით ნებისმიერ ტაძარში და შეეკითხეთ ღვთისმშობელი ვინ არის. სული წმინდა დედა არისო მაისი ღმერთისო. მეორე ღმერთად აყავთ მარიამი. მარიამოლოგია გამოიკვლეთ, პირდაპირ დოქტრინაში უწერიათ. შენი დამსახურებით გვიშვიო ღმერთიო. შენი მეშვეობით თუ გახდა კაცობრიობა მთელი სამღვდელოება. ყველა წმინდა მამა, ყველა აი ეს ამათი მიმდევარი კათოლიკე მართლმადიდებელი წმინდა მამა მიწმინდანებად შერაცხეს. აბსოლუტურად ყველა აღმერთებს მარიამს. საგალობლები არის, ხო, ღირსა ჭეშმარიტ. ყველა მარიამს მაცხوارი გუშევ სულთა ჩვენთან და აი შენ და უგვიშორე და რაღაც გთხოვ და გევედრები და აი ღვთისმშობელს ევედრებიან წარმოგიდგენიათ ღმერთად აყავთ გახდა. ბარაქისაო, პანტანასაო, ფასი შეუსწველი, იმისაო, ამისაო. ანუ ღმერთია რა ღვთისმშობელი. მარიამი ღმერთია. შესთხოვით რაღაცას და შეგესრულებს. აი ამ დონემდე დაიყვანეს ძვირფასი ქრისტეს სიტყვები. აი ასე შეცვალეს ყველაფერი და როგორ მოსწონთ იცი ხალხს მოოქროვილი ტაძრები და მოოქროვილი ხატები. სულ ავიწყდებათ იქ იესომ რა უთხრა. და იესომ თქვა კარგი სიტყვები, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ არის თქვენი გული. თუ ჩემი საუნჯე არის ოქროში, გულიც იქ არის ოქროში. და ოქრო იქნება ჩემი აღსასრული.
რომ წარწყმდები. მაგრამ თუ ჩემი გული ქრისტეს სიტყვებშია და ჩემი გული ყოველდღურად ცდილობს თითოეული მუხლები ქრისტეს ძვირფას სიტყვები ამოიცნოს, ანუ გაიაზროს. მისი გული იქ არის, სადაც იესოს სიტყვებია და იქ მოხდება, სადაც იესოა. იმიტომ რომ იესო თვითონ თხოვს მამას, სადაც მე ვარ, სურსოთ ჩემი მოწაფეებიც, ჩვენ მოწაფეები ხდებით ქრისტეს, როდესაც მის სიტყვას ვეზიარებთ. ხდებით რამხელა ინფორმაცია მოვიდა, ინფორმაციის მეშვეობით ხდებიან მოწაფეები. აბა მე თუ არაფერი არ გიტახდა ბლა 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 რაღაცები გელაპარაკე, ჩემი მოწაფე ვერ გახდები. მე ჩემი მოწაფე რო გახდე, ჩემ გაუნა ისწავლო და ჩემს გარდა სხვა მასწავლებელს არ უნდა აღიარო. ანუ მე თუ ამ თომასგან ქრისტეს სიტყვები ვისწავლე, მე თომა კი არ გახდა ჩემი მოძღვარი და მასწავლებელი. ქრისტე გავიხადა ჩემთვის მასწავლებელად. და ამ ჭირდება მე ხვდელი ვიღაცა მან ინტერპრეტაციები გამიკეთოს ამის. შონვირა წერია გასაგებად აღერ მე მანახე ქვა, რომელიც ჩემებლებად დაიწუნეს, ის ქვაკუთხედია. რათ უნდა მას ხან ღვთის გამარტება. იესო ქრისტეზეა ეს საუბარი, ქვაკუთხედი ქრისტეა. ვიცით სამუნებიდან. ბოდი რომელიც შეუწყოს მაშინებელს და ესე იქნება თავკიდეთ და უფლისა მიერ იყო ესე, ანუ უფლის მაგრად იახის მიერ იყო ესე და საკვირველს წინაშე თვალდა ჩვენთან. მოკლედ მეგობრებო, ამაზე დაუწულებოდ შეგვიძლია საუბარი და რა ვიცი, ამომწურავად შეგვიძლია ამაზე საუბარი. ის მოკოდა ქრისტე, მაგრამ შენ ამით რა, ისე ცოდოთ და არაფერი შეიცვდება, მანამ სანამ იესოს სიტყვებთან არ მიხვალ და არ გახდებით ერთი. შენ და იესო, შენ და სიტყვა არ გახდებით ერთი. სიტყვა იმიტომ გახდა კაცი, რომ კაცი გამხდარიყო სიტყვა. ხვდებით ხო, ანუ ეს ორისგან ერთი შექმნა ახალ კაცად ქრისტეშიო. ეს შექმნა ჩვენ გვეხება, ანუ ჩვენს ქმნის გვაერთებს. ეს არის ჭეშმარიტი ქრისტეს გადაგება. და არა ის, რასაც ეს იმკარეხელები, რა შეიძლება გზასაცდენილები უწოდოთ, კაი ეს უფრო კაი სიტყვაა. იმ რასაც უწოდებ სულიერ მეძავებს და ნაბოზრებს, ეგ არ მოსწონთ, იმიტომ რომ გვაგინებოდა. რა ვიცი, მაშინ იერემიაც იგინებოდა ღვთლებს და იმებს რო ეუბნებოდა. ნაბოზრები ხართო. ბოზებს უწოდებს პირდაპირ იერემია ღვთლებსა და ხალხსაც. ბოზები ხართო და ბოზობთო. სულიერი მეძაობა, ეგ არის რა, ბოზობა, რომელიც გაუყუღმართებულ გზას მისდევს. ქრისტე გეუბნება ვანგრევ, შენ უშენებ ტაძარს. არ მოუთხოვია საერთოდ ქრისტე შენთვის ტაძრის აშენება, ხო ის თქვა კიდევაც რომ აღარ ცემთ თაყვანს მამის სახლში. მის სახლში, არამედ ყველა ადგილას. არც იმ თაზე, არც აქ, არც იქა. და ყველაზე მარტივად თუ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ იერემიას მე-7 თავის მე-4 მუხლი პირდაპირ წერია რომ ნუ დაინდრობით სრულ სიტყვებს, რომლებიც გეუბნებიათ. უფლის ტაძარია ვაკ, თან სამჯერ, იმიტომ რომ სამებაა ამათი, ანუ ეგ სამჯერ თუ არ შემოუარეს და სამჯერ თუ არ თქვეს უფლის ტაძარი, ისე როგორ შეიძლება. ანუ ცრუა ეს სიტყვები, თავიდან ბოლომდე ტყუილია. და მე არ დავიღლები ამაზე საუბრით და ახსნებით. იმიტომ რომ ვაიმე თუ ეს არ ვილაპარაკე, იმიტომ მე დავალებული მაქვს რომ ეს ვილაპარაკო ქრისტესგან. როგორ შეიძლება ადამიანმა ქრისტეს სიტყვა მოისმინო, გაიგო და არ გადასცეს სხვას და გაჩუმდე. და არა უხსნა, ანუ არ ეცადო რომ სხვა გადაარჩინო. როდესაც შენ თვითონ გადარჩენილი ხარ. და ესენი არც ფიქრობენ რომ გადარჩენილი ხარ, იმიტომ რომ ცოცხალ წმინდანებს, სიცოცხლეში წმინდანების არსებობას არ აღიარებენ, მართლმადიდებლობა არ აღიარებს. ზეცაში ჩაჭრილი პინჩოთა ეკლესიის წევრობას, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ დაფუძნებული და მისი ზეციურ ეკლესიის მოქალაქენი ვართ უკვე ჩვენ, ამასაც არ აღიარებს მართლმადიდებლური დოქტრინა, თუ გეუბნება რომ ცოდვილი ხარ, შენ იქ ვერ მოხვდები თუ შენ ის არ გააკეთე, ის არ გააკეთე და მე ჩვენ არ გადავწყვიტეთ და პარაკლისები და შენ რომ გარდაიცვლები, იქ 40-ები არ გიხადეთ. ისე როგორ შეიძლება ღმერთმა წაიყვანოს ახლა სასუფეველში და როგორ შეიძლება ლევანი წმინდანი იყოს? როგორ შეიძლება ლევანი ბიბლია წაიკითხოს და წმინდანი გახდეს? როცა ამდენი მატყუარა მამები, ვინც ბიბლია დაამახინჯა, ისინი წმინდანებად შერაცხეს. სული ამ სიტყვის მნიშვნელობა დაამახინჯეს, დაგდაუტირეს. ეგ ენოქისში წერია. წიგნებს წერენო სიტყვისეო და სუდულ საქმეებზეო და ამახინჯებენო 60 სიტყვებსო და ცვლიანო. არ არის ესე, შეცვლილია ყველაფერი დამახინჯებულია. 100% 5-5-ზე მეტი მუხლი არის 4 თავში ჩამატებული, რაც არ წერია არც ვატიკანის კოდექსში, არც სინაის კოდექსში, არ წერია ესეთი რაღაცები. თვითონ აი ნებისმიერ ბიბლიაში შეადარეთ. ზოგან წერია, ზოგან არ წერია, ზოგან ის მუხლი წერია, ზოგან ეს მუხლია და ეხლა რომელი გავიგო მართალია, რომელი თვალენა. თომას ახალება არის უმციკლოდ მოსული დღემდე. რაც არის ბერძნული და კოპტური ვერსია, ორი ვერსია არის ორიგინალი. ერთადერთი ეგზემპლარები არის პაპირუსის ხელნაწერები. ამიტომ ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი და ჩემთვის ეს უფრო სანდუა, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ იჩალიჩა, ამაზე ამ წვერებიანმა და სადისტემმა და თესხის დამწველებმა არის წაბილწეს ეს ტექსტები და ჩემთვის ეს უფრო წმინდა, ვიდრე მთლიანად აღებული ამათი ნათეთხნი რაღაცა სისულელეები. ნუ იქ თუმე
ეთი მონაკვეთს მოგიყვანდა თქვენ განალიზეთ რა. იესოს მოწაფეები იესოს ეუბნებიან 4 თავში. ეუბნებიან რომ მოგვეციო ნებაო რომ ზეციდან ცეცხლი ჩამოვიყვანო თუ ჩამოვაგდო და დავწოთ ეს ხალხიო ვინ ჩვენს წინააღმდეგ არის როგორც ელიამ გააკეთა ესაო და იესო ეუბნება არ იცითო ვისი სულისანი ხართო? ესე იგი ელიამ თუ ზეციდან იმ 3000 კაცი დაწვა იმ ცეცხლით, ზეციდან ჩამოვარდა იმ ცეცხლით ეს ღმერთისგან იყო და ღმერთს მოეწონა ეს აქციელი, იესო ამბობს რომ რომელი სულისანი ხარ არ იცითო? ანუ უარყო ვაფშე ძველი აღთქმის ღმერთი ამ სიტყვებით. და რა თქმა უნდა ეს არ არის არც ძველ აღთქმაში ჯდება, არც ახალ აღთქმაში ჯდება, არც თეოლოგიაში ჯდება, არც ქრისტოლოგიაში ჯდება. როგორ კაცო, არ იცით რომელი სულისანი ხართ? რომელი სულისანი იყვნენ, აბა? თუ ძველ აღთქმაში ცეცხლი ღვთის მოწინააღმდეგებზე ნებადართული იყო და ელიამ ეს მღვდლობა შეასრულა. რატო ამს ქრისტე არ იცით ვისი სულისანი ხარ? ესე იგი სხვა სულში იყო ელია? არა ფიქრობ კიდე ბევრ განწავა და ბევრ რაღაცებს გეტყვით კიდე და ბევრ უტოპიაში გაყოფთ თავს რა. სიტყვა ჯრის მნიშვნელობა არ იციან ხო? ამათ მართლა გონიათ რაღაცა გადაჯვარედინებული რაღაცა რაც კონსტანტინემ რატო კითხვა არ გიშდებოდ კონსტანტინემდე რატო არ იყო სიმბოლო ჯვარი? რატო იყო თევზი? იხთუსი? რატო ამაზე კითხვა აი უბრალოდ მარტივი არის რა. რატო არ იზახით რომ ბიბლიაში იახვე არის ღმერთი? რატო გწხვენიათ ამ სახელის აღიარების? ეგ ერთი მარტივი საკითხი რაც მართლმადიდებლობა მალავს. მეორეც რატო გონიათ რომ ეს ჯვარი მოციქულებს ქონდა და დადიოდნენ ჯვრის ფორმით. ახან წმინდა მამამ თქვა ვიღაც წარმართმა ტერტულიანი თქვა რომ ჯვარზე შუბზე ჯვარს პლუსის სახით ვისახა, შუბზე ვისახავთ და ისიც მარჯვნიდან და მარცხნიდან როგორც კათოლიკები აკეთებენ. ესე კი არ აკეთებენ. აი ესე ისახავდნენ. აი ესე ისახავდნენ შუბზე. მარჯვნიდან მარცხნიდან. მარცხნიდან მარჯვნიდან უბრალოდ. მარცხნიდან მარჯვნიდან. აი არაფერ შუაში, იმიტომ რომ ეს პლუსები არის კელტურ სარწმუნოებაშიც, ბაბილონურ სარწმუნოებაშიც, თაშიც აქვს ჯვრები და კითხაობაში და რა ვიცი, როგორც გავიგე, შელოცვების ციკშიც არის ეგა, ბოლნური ჯვარი და ნიშნავს ტყვეობისგან დასახსნელ თილისმას. პავლე ამასო თავი დაიცავით თილისმებისგან. ამბობს თავი დაიცავით კერპთაგან. არავით არის თილისმა, არავით არის გამოსახულება, მოციქულები კრძალავენ ნებისმიერ ურთიერთობას გამოსახულებასთან. და ღვთელი გამოდის და ჩვენ ვკითხულობთო, ხათით ვკითხულობთო, ხალხს იმიტომ წერთ რომ ხათით ვკითხულობთო, პაჩიტაინ ბოგავან ჯერეს სარკმელი არის. რას კითხულობ, შედალოცულო, თაყვანისცემა არის ხატის. უჩოქებ კოცნი და ევედრები და სთხო და აღმერთებ. წმინდაო ნიკოლოზო შეგვეციეო. რა უნდა გელაპარაკოში? ადამიანს თხო, გარდაცვლილ ადამიანზე ლოცულო. და ყავს წმინდანად შეირაცხული ვიღაცა ჯადოქარი, ჯუდატვარეცი. თან დაარქვეს სასწაულმოქმედი. ერთადერთი სასწაულმოქმედი არის იახი ღმერთი. და ამათმა ნიკოლოზი გახადა სასწაულმოქმედი. აი რა უნდა ელაპარაკო, ელემენტარული დაფიქრდით რა. ეს მომისმენთ ხალხო რას გეტყვით? მართლმადიდებლობა გათვლილი არის, კათოლიკური მართლმადიდებლობა დაბალი ფენის ხალხზე, ვისაც სიამოვნებს იქ-ყოფნა, ხვდებით? მათ საერთოდ არ აინტერესებს. მართლმადიდებლობა არ არის გათვლილი იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს მინაწერილი. პავლეს წერილი. მართლმადიდებლობა არის გათვლილი იმ ადამიანებზე, ვისაც სიამოვნებს მათი იქ-ყოფნა. ოქროები, პატივი, იქ აკადემიაში წევრობა, იქ დიპლომები, ხალხოს იქ არის ჩაცმა. ყველის ვაჭარებით გიკრეჭამეკულებს და თითქოს ყველაფრის ცოდნაები რო ქონიათ თავი და ამცირებენ საკუთარ თავსაც და იმ ადგილსაც და იმ ყველაფერს სადაც მოხდებიან ყველაფერს ამცირებენ. აი თავიანთი ასეთი ცოდნეობით რომ აი ყველაფერი იციან. გონიათ რომ იციან. სამილოში როგორ იციან? დამცირებულები ან რატო იმცირებენ თავს, იცი? როცა ადამიანმა უკვე გაიაზრა რომ ამ ყველაფერი იცის. ხო? ქრისტე გეუბნება რომ მთელი ქრისტიანული გზა ეკლოვანი არის. მთელი ქრისტიანული გზა არის შემეცნების პროცესი. ანუ მოსეს გზა არის ანა ქრისტეს გზა. მოსე მთელი გზის პროცესში ის არ ამბობდა რომ მან რაღაცა ბოლომდე გაიგო და რაღაცა შემეცნებული დარჩა. შემეცნების გზა არ ნიშნავს სტოპ, მორჩა დამთავრდა, მე უკვე გავიგე და ამით კმაყოფილი ვარ. არა. არ შეიძლება რაღაცა დასრულდეს შემეცნების გზაზე. შემეცნების გზა არ არის დასრულებული, იმიტომ რომ სადაც იპოვი დასასრულს, იქ იპოვი დასაწყისს, როგორც ამბობს, ხო? იპოვეთო დასასრულებო დასაწყისს ეძებთო? ქრისტე ეუბნება თომას ახარებაში. სადაც იპოვი დასაწყისს,
ანუ სადაც იპოვი დასასრულს, იქ იპოვი დასაწყეს, არ არსებობს გაჩერება. არ არსებობს შეფერხება შეცნობის გზაზე. შეცნობა მარადიული პროცესი არის. მარადიული ღმერთია და მაგითო. მე არ მესმის, როგორ შეუძლია ეკლესიას იარსებოს 60 კულოს წოდებით დამოდროულად არ ეხემძღვანელობს მოციქულთა ნაწერებით. ახოდეს დაუდე ებრაელთა წერილი. ვეონები. ღრუბ არის გაუქმებული. ნახე წაიკითხე რა წერია. თუ კი ლევიტელური მღვდლობა შეეძლო სრულყოფის მოტანა, არონის ლევიტელური მღვდლობა სრულყოფის მოტანა შეეძლო, მაშინ რაღაც საჭირო იყო ახალი წესით, მელქისედეკის წესით ახალი მღვდლის აღდგენა სიცოცხლის წარუვალი ძალით. თუ შენ ისე მძვეს ირჩები და იმ ტაძარს რაც ქრისტემ დაანგრია, შენ ისე უშენებ. რომელ ახალ მღვდლობაზე საუბრობს და ვინ არის ის მელქისედეკი? მას რომელსაც ტაძარი არ ქონია და არ ეწია საცოცხლური ხელში. როგორ შეიძლება ეს ერთი და იგივე გაეგიო და ტაძარის დატოვო და მელქისედეკიც იქ დააყენო, როცა მელქისედეკი მღვდლებიც არ ყოლია მღვდლობაში. შთამომავალ, იმიტომ რომ თვითონ იყო ერთადერთი და მისი მღვდელმთავრობა არავის არ გადაეცემოდა. ასევე ქრისტეც ერთადერთია და თქვა, არ უწოდოთ საკუთარ თავს მოძღვრები. მათეს 10:23 არ უწოდოთ, არ შეიძლება და მაგითო. ერთადერთი მოძღვარი არის ქრისტე. ჩვენ სხვა მოძღვრები ქრისტეს გარდა არ ყავს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ძმები ვართ და ვსწავლობთ ქრისტესგან. აი როგორც მე ვზივარი ხარო, კითხულობ. ის მღვდელიც ისე ზის და კითხულობს. იმიტომ რომ მღვდლობა არის ზუსტად ის, რაც აქედან წაიკითხე იმის გააზრება. აი რა არის მღვდლობა, რომ გაიაზრებ. მღვდელი ხარ უკვე ქრისტეს. იმიტომ რომ ქრისტე, იმიტომ არ მოსულა რომ რაღაც არ გწოდნა ქრისტეს საკმარისად ილაპარაკა, იმისათვის რომ შენ თვითონ ყოფილიყო მღვდელი. არა ისეთი როგორც ქრისტე არის მღვდელმთავარი, ხო? არამედ ქრისტეს სიტყვის გამორჩობელი შენ უკვე ხდები ავტომატურად, ანუ რეკლამას უკეთებ ქრისტეს, ან ქრისტეს აცნობ ხალხს და მღვდლობის ფუნქციას კი რომ მღვდლობას აკეთებ შენ, როცა ამ სიტყვას ემსახურებ. მღვდელი ხდები უკვე ავტომატურად. რომელსაც აღიარებ რომ ერთადერთი მღვდელმთავარი ყავს ქრისტე და სხვა მღვდელმთავარი ადამიანის სახით არ ამყავს. და ეს მღვდლები, რომელსაც კაბალათშია და ჯვები უკეთიათ, აღიარებენ რომ მათ ყავთ მღვდელმთავრები. აი ერთი მღვდელთან მომივიდა დაპირისპირება მაგაზე, რომ ჩვენ ხელდასხმულები ვართ მოციქულებისგან, ეპისკოპოსებისგან და რაღაცა მღვდელმთავრებისგან. ჯერ ერთი სიტყვა ეპისკოპოს ნიშნავს ზედამხედველს. იმ ეპისკოპოსს დიაკონსაც უწოდებდნენ და ხუცესაც უწოდებდნენ. მოძღვარი არავის არ ეწოდებოდა. პრესვიტეროს ნიშნავს ხუცეს. მოძღვარი არ ეწოდებათ ხალხო, ეს არის უბრალოდ სტატუსები. ეპისკოპოს ნიშნავს ზედამხედველს, აფეთონტას დამრიგებელს და არა მოძღვარს, რაც არის და წინამძღვარი კი არ არის, წინამძღოლნი. როგორც მოსე იყო, როგორც აბრაამი იყო, რო შეხედა მაგალითის მიმცემი. წინამძღოლი ნიშნავს მაგალითის მიმცემი და არა ის რომ ჩემია ყველაფერი და გაეთრიე. წინამძღოლი ეს არ არის, რომ ვიღაცაზე ბატონობს. არავინ ერთმანეთზე არ უნდა იბატონოს, უნდა ვიყოთ ძმები ქრისტეში. აი ამას უარყოფს მართლმადიდებლობა. აი იმიტომ არა ვარ მაგათთან და ბროტის ეკლესიაში, ბროტეუთ ეკლესიაში 100 წელი არ მივარ. განძრეთ ვინმე და მივხვდებით თუ ესე არ არის. თვითონაც არ მოწოდით მღვდლები და 1000 ვიდეოებს ვდებ და რაღაცა მე რა მოხდაო ქურდული სიმღერა იმღერავ. მღვდელი თუ ხარ, იყავი მღვდელი, ქურდი თუ ხარ, იყავი ქურდი, მაგრამ ქურდს რა გინდა ქრისტესთან. არ შეიძლება ეგეთი რაღაცები, აი არ ვიცი, ამათვის სიტყვა არ შეიძლებაც შეიძლება არის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველაფერი გვეპატიებაო, რასაც ჩვენ ვეტყოთ ღმერთს და ვთხოვთ, თუ მართლმადიდებლები რო ვართ, იმიტომ უნდა შეგვისრულოს. აი ამ დონეზე არიან უკვე ასულები, რომ ღმერთ მართლმადიდებელი თუ ხარ და რაღაცა ღმერთი ვალდებულია, რომ შენი ლოცვები მოისმინოს, თუნდაც ის არ შეესაბამებოდეს საფრთხეებს, შენი ლოცვები, შენი თხოვნა საერთოდ. ვალდებულად თვლიან ღმერთს, რომ კი ბატონო, ასეთი რწმენა აქვს, ყავდეთ ინდივიდუალურია, ხო, რწმენა, მაშინ მეც ნუღამიშკი. ნუღადევნი ამას, ნუღაიძახი არაკანონიკურია, აპოკრიფულია, ეს არის. იდიოტი ხარ, იდიოტად დარჩევი, თავინებოვნი, უტვინო ხარ, უტვინო დარჩევი. რა უნდა გელაპარაკო. ანუ თითქოს ისე გამოდის, რომ ეს მე დავწერე, ენოქის წიგნი მე დავწერე და ლევანა ჯადოქარი. ჯადოქრები ხართ თქვენ. ეს არის ტექსტი, რომელიც ლევან პეტრეშვილს არ დაუწერია. ანტიკური ტექსტია, ეგვიპტის მემკვიდრეობა არის. თომას ახარება. რომელსაც პავლე ციტირებს. ვითარცა წერილი არის, რაც თავს არ უნახია, ყურს არ სმენია და კაცს არ გაუვლია, გულში და ხელით არ შეხებიო. ის მომზადა ღმერთმა თავის მოიმედე ერთო. ეს არსად არ წერია თომას ახარების გარდა. სიკვდილამდე იესომ თქვა, ვინც არ შეჭამს პურს, რომელიც და მოდის, ვერ იხილავს ხსნას და ვინც დარწმუნდება იმ წყლიდან, რომელსაც მე მივცე მას, არასოდეს მოსწორდება. ეს არაფერი კავშირში არა გამოსვლის სულ დოქტრინასთან. ესე იგი, დააკვირდეთ, იუდა ეზიარა, ხო? ვერავინ ვერ იტყვის, რომ იუდა არ ეზიარა და გაიპარა იქ ჯუმად გავიდა კარებს მიღმა. იმიტომ რომ ამბობს,
ზიარების დროს, როცა იესო ქრისტემ გადახა პური და თქვა ეს სიტყვები, თქვა რომ ჩემი გამცემლის ხელი ჩემთან არის. და მე ეუბნება კიდევაც, ვინც ჩაყოფს ჩემთან ერთად, ჯეთიკა წინააღმდეგობა ჩაყოფს თუ ჩააწოდა, მიაწოდა თუ იმასთან ერთად ჩაყო, ეგეც საკითხავი. რამიშველობა, ანუ ჩააწო ლუკმა და აძლევს იუდას, ეს უკვე ზიარება და ამ ლუკმის შეჭმის შემდეგ უკვე შევიდა იუდაში სატანა. და თუ ჩაწობილი მიაწოდა, უკვე წინააღმდეგობა შევიდა დანარჩენ სანახარებად, სადაც წერია რომ გადეხა ჯერ პური დაურიგა და მერე ღვინო შეასვა. აი ხა რომელი უფრო სანდოვარი თომას ახარება რომელიც ძალიან ლამაზად მოდის ქრონოლოგიურად თუ ეს ოთხთავი რომელიც გაურკვევლება კონსტანტინე იმპერატორებმა და იმ რაღაცა 78 თუ რაღაცა ეპისკოპოსებმა დაждდნენ და შეადგინეს. და რაც შეადგინეს იმ სახით დღემდე არც არის მოსული. რა სახითაც შეადგინეს ვატიკანის კოდექსს რო ეძახიან. არც იმ სახით არ არის მოსული. ანუ საბოლოოდ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა თქვათ რომ დღეს ეს ანტიქრისტეები დევნია სიწმინდეს. და თომას ახარება გააკრეს, ენოქი წიგნი გააკრეს და ლევანა ვინ არის ხა ქრისტე მოკლეს. აწამეს სისხლი მაგისი ჩვენს და ჩვენ შვილებზეო და აგრე მემკვიდრეობები კი ყავთ მუდლების სახით და იმათ კოცნით ხელებზე. ვინც ქრისტე მოგიკლეს და გაჭმევენ თავისი ხელით. იმათ კოცნით ხელებზე. რა უნდა გელაპარაკოთ? ან თქვენ, ან საერთოდ მართლმადიდებლურ სამყაროს. თუ თქვენ თავს მართლის მთქმელებად აღიარებთ საერთოდ. როგორ უნდა გიწოდოს ვინმე შენ მართლის მთქმელი ერთ ამიხსენი რა. გაურბიხართ სინათლეს, გაურბიხართ სიმართლეს, გაურბიხართ ჭეშმარიტებას. თქვენ მართლმადიდებლები კი არა ხართ, თქვენ ხართ დაწყევლილები. კურთხევები გექცათ წყევლად, აგერ რამდენი კვლელობები ხდება, რამდენი შულების შობლები, შულების მარხავი. წარმოგიდგენიათ, ეს არის წყევლა, შობლები, შულების მარხავი. წყევლა, ეგეთი წყევლა ქონდა ისრაელშიც, როდესაც არასწორად იქცეოდნენ. ებრაელი მოსახლეობა. წავედი მეგობრებო, აღარ დაღლით. დამიჯერეთ, რომ ძალიან ცოტა როგორც წინაზე პოსტი დავწერე ათონის ბერები დღემუდამ იძახიან რომ ძალიან მცირედი გადარჩება. ძალიან ცოტა დრო არის და ძალიან მცირედი გადარჩება 1000 კაციდან 1 კაცი. რა ვქნათ ახლა მე ძალიან არ მსურს, მე მსურს რომ ბევრი გადარჩეს, მაგრამ პაულესაც სურდა რომ ნეტო მსურს ყველა ჩემსავით იყოს როგორც მე ვარო, მაგრამ არ გამოდის, ანუ ვერ იღებენ თუ რაღაცთან არ ვიცი რა იმართებათ, მაგრამ მე იმედი მაქვს, მეც ხო მაგათთან ვიყავ, როდესაც მეც ხო დახშული მქონდა ცნობიერების გონის თვალი, ხო? სასופველი თქვენშია და ის არის თქვენი თვალი როგორც ქრისტიანს, ანუ შენშია სულიერი თვალი, ეს არის სასופველი. შენ შეგიძლია დაინახოთ ჭორეთის გზით, мама. გულწრფელებს შეუძლია თუ იხედავთ მამის სახეს, ხო ამობს კიდევაც. არის ჭორეთა ეს მამის ხილვა. არ ვიცით რომ გაიგოს სასופველი რომ შენშია. როდესაც გაიგებ, მაშინ აღარ დაგჭირდება ვიღაცასთან მისვლა და კითხვა. მამა, ჩაწერილები ვარც თუ წლის წიგნში თუ არ იმან არ იცის შენ რომ გითხას პასუხი. არ იცის, არაფერი არ იცის. დღემ არაფერი არ იცის. ელემენტარული ებრაულიდან აღოთ გადაწერილი ნათარგმნი ყველაფერი და ებრაელებს უარყოფენ. რაც აიღეს დედანი, რაც არის დედანი, გადათარგმნეს, იმას უარყოფენ, რაც დედანია, წარმოგიდგენია თქვენ. იქედან ნაშობს იმიტომ უწოდებს იესო ქრისტე, რომ იქედან არის გველის სახეობა, რომელიც დედისაშვილიდან გამოდის და დედისაშვილს ღრნის. ესენიც ესე არიან კათოლიკური მართლმადიდებლობა. გამოვიდნენ იუდაიზმიდან ებრაული წელები გადათარგმნეს და ებრაელები მოკლეს. ებრაელები იყვნენ მოციქულები და იქ თომას ახარებაში წერია, იყავით გამლელნიო, ანუ იყავით იუდეველნიო. გამლელები იყვნენ იუდეველები. იუდეველი სიტყვა ნიშნავს ხიზანს, ანუ სტოვარს, ის ვინც დაკარგულ სამშობლოს ეძებს. დაკარგულს ნიშნავს ებრაელი. და არის მეორე ბასილედის განმარტება, ებრაელი ნიშნავს ღმერთის მხილველს, ისრაელ ნიშნავს ღმერთის მხილველს, ხოლო ებრაელი ნიშნავს დაკარგულ სამშობლოს ვინც ეძებს. ანუ გამლელს რა, არ არის რომ ჩემი სამშობლოა და აქ უნდა დავჭი. გამლელიან. დღეს აქ არის, ხვალე შეიძლება რუსეთში იყოს, მე შეიძლება ამერიკაში წავიდეს. ებრაელი არ არის, ებრაელს არ აქვს სამშობლო. ჭეშმარიტ ებრაელს, იმიტომ რომ ის არის ხიზანი. მამებიც ხიზნები იყვნენ, მათ არ ქონდათ სამშობლო. აბრაამს არაფერი არ ქონდა, ტერიტორიებიც არ ქონდა, ნაყიდი და მთელი მსოფლიოს მამად არის. ქცეული აბრაამ. როცა ტერიტორიის პატარა მისხალიც კი არ ქონდა დამტკიცებული. ისიც 4 შეკრად იყიდა საფლავი, მღვიმე, სადაც თავისი ძვლები დამარხა. ხალხო, ადამიანს რომელსაც არ ქონდა, არ ფლობდა სახელმწიფოს და არ ქონდა ტერიტორიები, მთელი მსოფლიოს წმენის მამად არის ცნობილი. წარმოგიდგენიათ რა ხდება.
და ამათ რაზე აქვს პრეტენზია საზღვრებს აწესებენ და ომობენ ერთმანეთში. ან როგორ შეიძლება ეხა მართლმადიდებლობა დაუდოთ ა ブラ ამის წმენას? არანაირად არ შეიძლება. არაფერი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობას იესოს სიტყვებთან, ა ブラ ამთან, ებრაელებთან და საერთოდ მოციქულებთან. არაფერი საერთო არ აქვს. ხო, იუდა აზიარა, ხო, იუდა თუ აზიარა, ხო ამობს რომ ჩემი პურისა და სისხლის და ხორცის სამწელი არ იხილავს საუკუნოს იკუთეს. იუდა როგორ წარწყნა მაშინ? თუ აზიარა, არ უნდა წარწყმენდილიყო, ხო იუდა, მაგრამ ამბობს მე წარწყმინდა იგი. წერია რა, წაიკითხეთ ივანეს სახარების მე-18 თავის მე-9 მოხლე. არავინ წარმიწყიდავს გადა დაღუპვის ზისა. არავინ დამიღუპავს, არ მიწყინავს, წარწყმინდა იგი. წარწყმინდო იგი, განა წარწყმენდი, წერია იგი წარწყმენდისა. სათქვა ის ქრისტემ რომ მე წავწყმინდა იუდა, სადმე თქვა? სულ ყველგან თქვა, ამბობენ რომ არა, ის თვითონ წარწყნა. რა თვითონ წარწყნა, კარგი რა. აი ეგეთი ზღაპრების ხალხო თუ გჯერა თქვენ და თომას ახალებას უარყოფთ, რაც უფრო ჭეშმარიტებასთან ახლოსა. და გაურკვეველ 4 თავს, რომელიც უამრავი ჩამატებები არის, თუნდაც ივანეს მე-9 თავი, ენდობით რა ვიცი, თქვენი არჩევანია და წარმატებას გისურვებთ თქვენს გზაზე, იმედია, გონება გაგეხსნება და დაფიქრდებით ამ ყველაფერს, ერთხელ და სამუდამოდ. კითხვას დაусმით თქვენ თავს, რომ რამდენი ხანი რომ დავდივარ ტაძარში, რატო არ მიშდება პროტესტი, რომ არ მესმის, რას კითხულობ, აი როგორ შეიძლება უსმენდე რაღაცას, რაც არ მესმის, ხალხო, დაფიქრდით რა. რატო უნდა მოусმინო ის, რაც არ მესმის, კითხვა რატო არ მიშდება, პროტესტი რატო არ მიშდება? რატო არ მესმის, რა, რას კითხულობ, გამაგებინე, რატო არ მიშდება შინაგანად ეს პროტესტი? ქრისტე იმისათვის მოვიდა რომ შეგეცნო რას ნიშნავს იყო თავისუფალი ცოდვის მონობისაგან და იმის გასაგებად რომ ქრისტე მოკვდა თავისუფლებისათვის. მაგრამ შენ გესმის ეს რას ნიშნავს ქრისტეს თავისუფლებისათვის გათავისუფლებული? ქრისტესთვის თავისუფლებისათვის გათავისუფლებული. გალატელების 5:1 ნახეთ, ხო? რა თავისუფლებაზე ლაპარაკობს პავლე? ცოდვის თავისუფლება, ცოდვის მონობისგან თავისუფლებაზე. ქრისტე მიქადება ცოდვის მონობისგან თავისუფლების გზაა და შენც ეს შემოგთავაზა და თუ გაიაზრებ მის ნათქვამს, შენც გახდები ისეთივე ერთი, როგორიც ისა და მამა ერთი. ანუ შენ გახდებით უბიწო, უცოდველი. ქრისტეს მიმდევარი, ქრისტეს მეომარი, ქრისტეს სიმართლის სიტყვების დამცველი. ანუ ფაქტურად არავითარი ბრალი აღარ აქვს როგორც არც ქრისტეს აქვს. იმიტომ თნიანი გამართებს ქრისტე. როგორ მართდები? არ არწმენით რომ აი ის ქრისტიანად წამს მოდაში რომ არამედ თავისუფლებისათვის გათავისუფლებული როცა უარს ამბობ ცოდვაზე, როცა თავისუფალი ხარ ცოდვის ჩადენისგან. ცოდვის მიდრეკილებისგან, იმიტომ ხორცშად ნებული აღარ ცოდავს, როგორც პავლე ამბობს გალატელების მე-5 თავში. ის ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარსაც უნეს თავიანთი სხეულები ნებებით და სრულებით ქრისტეს გამო. და ეს ჯვარცმა თუ ხის ფორმაზე დაკიდება არის, როგორ აცვეს საკუთარი სხეულები ჯვარზე, იმათ ვინც ქრისტესნი არიან, სრულები როგორ უნდა აცვა ჯვარს, თუ ჯვარცმა ხის ფორმაზე დაკიდება. აი ხვდებით რა შეიჭედებიან. ან ეკლესია თუ კედლებია, ფილიმონის წერილში რო წერს ეკლესია რომელიც შენ სახშიაო, რა უნდა კედლებს ჩემ სახში. თუ ეკლესია კედლებია და ტაძარია, იმ ეკლესიას ჩემ სახში რა უნდა? თუ ეკლესიას კედლები აქვს. დაგემშვიდობებით მეგობრებო, იმიტომ ეს საინტერესო იყო. უამრავი წყარო არსებობს, მე ხა თუ დაუბეჭდე ესა. გამოვეცი თომას ახალება იქ მეწერება ყველა კომენტარი აბსოლუტურად განმარტებიანად შესავალშიც. დაფიქრდით ელემენტარულია, და მე გადახედეთ და შეადარეთ ვინ არის მართალი და ვინ არის მკრეხელი და ვინ არის მწვალებელი და ვინ არის ღმერთის სახური.